ამ სპილომ სიკვდილს გადამარჩინა. აი, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა აგური. და ეს აგური მოფრინავდა პირდაპირ ჩემ თავისკენ, ეს რომ ესი არ მქონოდა, გამიჩეჩხავდა იმ თავს. ხო. ლაშა, სოფი გადიოდა და შემთხვევით წამოედო. არ უნდოდა, ძალით არ უნდოდა. სოფი იყო, ხო? ძალიან კარგი. ეხლა ნახოს მაგრამ როგორია გამწარებული და გაბრაზებული ლაშა. ეხლა მეცადინეობა არ უნდა და მოიგონა, ნუნუ ცუდად არის და ძვირიანი ოპერაცია ჭირდებაო. ელენე არ დასაჯონიკა არ იტყუება. რა? ხო, ნუნუს მართლა ჭირდება ოპერაცია. იცი რა მინდა გითხრა? არ ვიცი, მაგრამ უკვე არ მოწონს. გია, მე მართვის მოწმობას ავიღებ და მე დავჯდები მაგ ჯიპზე. რა კარგია. როგორ ახარ ბიჭო? როგორ ახარ გამაგებინე? ხო არ შეგეშინდა მარტო რო იყავი, ხო კარგად გეძინა. კარგად არის ლაშა, კარგად. კარგად არის, გაანებე თავი, არაფერი არ უნდა. მაგრამ პრინციპში ნახე დააკვირდი, ფეხები ნახე როგორ აქვს მოკეცი. მე მგონი ფისი უნდა გადააყენე. აქავა, ხო, აქავა. სამსახურში არ წახვედი? არა ის ჩემი უფროსი კახა რაღაც შარში გავხვიე და გაბრაზებულია ძალიან და ვერ მივდივარ. რა შარში გახვიდე? ნუ დიდი არაფერი, მაგრამ ეს ხო ძალიან პატარაა. ხო და პატარა მოთმინების ფიალა აქვს და მალე ევსება ხო. ვერ მივდივარ, რა ვქნა, ვერ მივდივარ. აჰა, გასაგები. კარგი. პატა, ეხლა შენის მითხარი. წუხელ მთელი ღამე. ყურის ბიბილოზე რატომ ეთამაშებოდი რა სიზმარი? არაფერი სიზმარი არ მინახავს ლაშა, უბრალოდ ვერ ვიზინებდი და ვერ თობოდი. იცი რა ფუფულა ყურის ბიბილოები, გაგერთი გეხვეწე. აკე კაცო, აკე. ხო, ერთი რა გეხვეწე. არა ხარ შენ ნორმალური. მეორე ყურზე ერთი, მეორე ყურზე ვერ მოვასწარი. აჩერდი გამანებე თავი, არა მეთქი კაცო, არა მეთქი. მაგრამ ეს ხასიათზე გაიგო. თუ გინდა ფოკუს გაგიკეთებ. აუ კი. კი და? ხო, თვალეთ დახუჭე და ხელი მომეცი? ხო. კი, კი. აბა ფოკუსი თუ გინდა ეგრეა ხო? ხო, დახუჭე ხო თვალი, მომეც ხელი მომეცი? ხო. ხო. მომეცი, დანა მომეცი, უნდა მოვიჭრა, მომეცი, რაღაც მინდა. ნახე, მართლა მაძებს, ვერ არის, რა დანასვაძე. წავალ ხა დავიბან ხელს და კი არა დავიბან, იცი რა ცოტა, ესა დავიტოვებ. აი, უჭიპო მუცლიან ხელს და ვინმე რომ მოვარ, მოეფერები არა. ხათას მოიცადე იქნა, ნახე, რაღაც გავაკეთე. ვა, ბავშვი, როგორ ახარ? მოდი ლოყაზე მოგითათო ერთი, მოდი. მოდი ლოყაზე მოგითათო. რა შემიძლია ფოკუსი გაიკეთა? ვა, ელენე, როგორ ახარ აშვებია? ლაშას ფოკუსი? აი, ახლა ფოკუსნიკი გახდი თუ წავალ ხა ჩამოვიბანებ სანამ დამიდნა ეს სათუთი თითები. მარინა. ბატონო. დღეს ადვილად რა გვაქვს? ზღვის კომპოსტოში. რა კომპოსტო კაცო. მეზღუთათვის პოზიტიური დღეაო და მათთვის, ესე იგი, ჩემთვისაც რეკომენდებული არის შემწვარი ხორცის ჭამაო. ეგ საიდან მოიტანე? აი, ნახე, კალენდარი გიდოს მაგიდას და წაიგეთ, ჰოროსკოპში წერია. გია, შავი პასტით მაინც მიგეწერა რა. აი,
ტყუილად მაცდენ რა. სადილიც გასაკეთებელი მაქვს და საგზაო მოძრაობის წესების სასწავლი. არა, ეს ტრამვაის მოძრაობის წესები რა საჭიროა ვერ გავიგე რა. აი ეს ქინძი აქ რა საჭიროა ესეც ვერ გავიგე. მარინა, მე მგონი შენ განსაკუთრებული მეთოდით უნდა შეგასწავლო მოძრაობის წესები. ეგ როგორ? აი მაგალითად, შუქრიშანი. პომიდრის ფერზე ვჭერდებით, ლიმონის ფერზე ვემზადებით და ოხრახუშის ფერზე მივდივართ. კარგი გამახსენდა, ხვალ პრავაზე მივდივარ და მასწავლებელ სოკოსუპის რეცეპტი უნდა წავუღო. კაცო, მე გავიგე. ხვალ სოკოსუპის რეცეპტი უნდა წავუღო. გუშინ კრაბის სალათის რეცეპტი მიუტანე. ამასთანავე ნიგვზიანი ნამსხურის. შენ დადიხარ პრავაზე თუ ეგ შენი მასწავლებელი დადის კულინარიის კურსებზე. შენ მახუმრობას გირჩევნია შენი დანაპირები შეასრულო. 25 წელი რომ პირდები პარიზში წაგიყვანო, ხო არ გონია დამავიწყდა? წაგიყვან, ხო, წაგიყვან. ოღონდ ჩარშანდელივით არ მოიქცე იცოდე. პარიზში მივდივართო რომ მითხარი და დამათვრე და მე სიღნაღში ამომაყოფინე. აი მსგავსი უმადურობა გაგონი რა. პარიზი გეჩევნია სიღნაღს გოგო. რანაირი ქართველი ხარ მარინა რა. რანაირი და რომანტიკული და მეოცნებე. გია, ხომ დამპირდი, ცოლად რო გამომყვები, პარიზში წაგიყვანო. მომატყუე. ეგრე გამოდის. ესე იგი ჩვენი ურთიერთობა ტყუილით დაიწყე? ეგრე გამოდის, მაგრამ როგორი ტყუილით მარინა? საოცრებო და რომანტიკული ტყუილით. ვერავისრულე ჩემი ოცნება პარიზი რა, ვერამისრულე. აბა ჩემი ოცნება ჯამთელი ბავშვებიო. ჯამთელი ბავშვები და პარიზი. ჯამთელი ბავშვები და მშვიდობაო. ჯამთელი ბავშვები, მშვიდობა და პარიზი. ჯამთელი ბავშვები, მშვიდობა და სტაბილური შემოსავალიო. კი ბატონო, მაგრამ პარიზიც. ვარი, რამდენი ოცნება აგისროლე და ახლა ერთი პარიზი რამე მამად. რა კარგად გამოიყურები? რაღაცა სხვანაირი ხარ, კი? მართლა? კი, აი ეს ტელეფონის ყურმილი რო არა გაქვს ყურზე მიდებული, ვეღარ გიცდა. აბა ეხლა მითხარე, მე რამდენი დაურეკე ილიას დღეს? არც ერთხელ არ დაგვირეკავს ლაშე, გუში საღამოს დამირეკა 8 საათზე და იმის მერე არ გაგვითიშა. ავალ მე ზემოთ ჩამოვიტან ტელეფონს თორე მოიწყენ და მარტო ლაპარაკი. მოდი ელენე, მოდი სანამ შენ ეხლა შენ ილიას დაელაპარაკები. მოდი დავსხდე და ნუნუზე დავილაპარაკოთ ნუნუს სახლში. ო, ლაშე დავილაპარაკო. ნიკა, არ გინდა შენთან ოთახში ახვიდე და ითამაშო? არ მინდა. ბადი კაცო, ის ნუნუზე უნდა დაელაპარაკო? მე ეს რას მიხვდება იყოს კაცო, მიდი დაელაპარაკო. ბავშვია მაინც რას მიხვდება რა იყო რა. ნიკა ო, კარგით რა. მე უკვე გავიზარდე, ვიცი რომ ნუნუზე უნდა ელაპარაკოს და ჩემთან ერთად იმიტომ არ გინდა ნუნუზე ელაპარაკი, რომ მე პატარა ვარ, სინამდვილეში კიდე გავიზარდე. რაზეც გინდა იმაზე ელაპარაკე. დიდი ხარ ხო? ასე მალე როგორ გაიზარდე? იმდენ ძეს და თაფლს მაჭმევრო. გაიზარდი არა ის, ნუ ბოდიალობ რაღაცებს, კაცო. ო, კარგი რა ლაშაბიძეა რა. ადამიანი მარტო სიგანეში კი არა, ჭკუითაც იზრდება. მართალი ხარ ბავშვი, ხო, მართალი ხარ. აი სენს რო იცოდე სიგანეშიც მოიმატეს ვაჩაშორიშე. ნიკა დედიკო ნუ ლაპარაკობს სისულელებს. ჯერ ისევ სკოლაში სწავლობ. რა დრო შენი გაზდა? პატარა ხარ ჯერ. კარგი რა დედა რა, მასე პატა გარეგნულად დიდია, მაგრამ აბა საქციელზე შეხედეთ. რა იყო, რასა თქვენ არ გინდებოდ ხომ ცეკვარას მიყურებთ ვერ გავიგე. იმდაც ვერ გავიგე. არ არის ნორმალური, არ არის. ამან ეხლა ბავშვი დავიღალე წყალი მომიტანე ერთი რა. არ მოგიტან, შენ თვითონ მოიტანე. საერთოდ თავი დამანებეთ რა, მე უკვე გავიზარდე და საინფორმაციოს უნდა უყურო. ეს მე მგონი მართლა აღარ არის ბავშვი ეს მე მგონი. კაცი მიდი წყალი მომიტანე რა კაცი. ო, ავალ მე ზემოთ ტელეფონს ჩამოვიტან. კაცი, შენ მომისმინე, გაიზარდე ხო? კი. ანუ დიდი ბიჭი ხარ უკვე, კაცი ხარ ხო? კი. ერთ წუთი მათხოვება. რაღაც უნდა გაჩვენო ერთი რა. აბა ერთი ამს შეხედე და რა აზრის ხარ მაინტერესებს შენ. ფუ! კარგია, პატარა, კარგია.
შავიცია პატას რამე უთხარი რა რაღაც უზდელობებს ვაყურებინო კონტინუა. უზდელობებს გაყურებინე. მოდი აქ უნდა გაყურებინო, მოდი. გასაყურებელი ნორმალური ხარ კაცო, ნორმალური. ეხლა რო გეუნები, მოდი. გასაყურებელი. ნორმალური არა რა ადიზებით ბიჭო შენ მოდი დაჯექი მოდი გადავჯდე კაცო დახურე წავიდეთ პარიზში რა არ მინდა რა წარმოიდგინე ჩვენ და პარიზი მე ჩვენ ორნი და ცარიელი პარიზი ჩვენ და მთელი პარიზი მარინა, პარიზის ურბანულ ნაწილში ცხოვრობს 9,900,000 ადამიანი. ეხლა თითოეულის ფიზიკურად წარმოდგენა ცოტა მიჭირს მართალი. კარგი რა გიარა. კარგი, წარმოვიდგინე ჩვენ, წარმოვიდგინე პარიზი, მაგრამ გზის ფული, ვიზის ფული, სასტუმროს ფული და კიდევ რაღაცები მეჭირდება და ცოტა მიჭირს. ვიშოვით, გია, ვიშოვით. როგორ? აი მაგალითად ლევონის ნაყიდი მანქანა გავყიდოთ და პარიზში წასასვლელი ფული გვექნება. ან შენი პატარა მანქანა გავყიდოთ და მაშინ ბექას ექნება უნივერსიტეტში მარშრუტკი წასასვლელი ფული. კარგი. აიღეს მართვის მოწმობა და წავიდეთ მე პარიზში. რა კარგია, ესე კი ფული გააქვს? ფული არ მაქვს, მაგრამ შენ მაგ მოწმობის აღებას ერთი 10 წელი მაინც მომუნდები. არამდე რაღაცა შემოვიდა ხოთა. რანაირი ხარ, რა გია რა? ისე ჯობია მალე წაიყვანო დედა პარიზში, სანამ ლევანმა მოსკოვიდან პარიზს არ გამოგიგზავნის. აი მართალი ხარ ბექა. ლემას ვეთქვი და პარიზში წასასვლელ ფულს გამომიგზავნის. მაინც ვერ წავალთ პარიზში. რატომ? ვიზას არ მოგცემ. რატომ? არ გამოვართ მე. რანაირი ხარ, აგი, აი მართლა რანაირი. დამშვიდი და მე დაგათვალიერებინებ პარიზს. მართლა დედიკო, როდის? ეხლავე, აი მოდი Google-ში. თან სამი და გააკეთეს. ოქორჩახ მეკა, გასწავლები. აი ორივე ერთნაირები, ორივე. ვიახოთ. ბეკუნა რა შვები დედა? ჩიქას ვიღებ. მერე წრეზე მარცხნიდან როგორ შემოდი? ავარიულები მქონდა დედა ჩემს თქმით. რა შვები მამა? მე ახლა ვარ საჯარეთის ვარგულებელი. ამას რა განიშნეთ? და შენ პულტი მოიტანე, შენ კიდე ჩაი მოიტანე. ალო ბატონო კახ მე დღეს სამსახურში ვერ მოვალ რატო? რას ქვია რატო? ხო გითხარით რომ ბებია ჩემს 40-ია მეთქი 40 დღე არ გასულა? როგორ არ გასულა? 40 დღე გავიდა უბრალოდ ჩვენ ხო ერთი დღით გვიან გავიგეთ რომ დაიღუპა ხო და ანუ ესე ხო ხტები და ხო ესა 40 დღე გადის ხვალ და ხვალას ვერ მოვალ რა ესე და ხო მადლობა კარგით ნახვამდის კარგით ხო რატო? რას ქვია რატო? ნიკადე მოდი ჭამე კარგი რა დედა რა არის გამხელა კარაქიანი ყურებია რა ნიკა ხო თქვი რომ დიდი ბიჭი ვარო ხო და დიდი პური უნდა ჭამო მიდი მაინდა მას ცოლი უნდა მოიყვანო რომ მიხვდეთ რომ მართლა გავიზარდე მიდი ნიკა დედე ჯერ ეს პური შეჭამე და მე მოიყვანო ცოლი მიდი ამას არ შევჭამ 10 წელი გავა და კი მოვერცამის მოყვანის დრო ჭამე რა დრო შენი ცოლია გამოდი რა დრო შენი ცოლია უყურე ჯერ რძე არ შეგშობია პირზე შენ არც რძე არც ტოლმა და არც ტყემალი არ შეგშობია პირზე და კი ყავდა 4 წელი ლაშა 10 წლის მერე ეს რო ცოლს მოიყვანს ხო შენ უკვე ბოქსინგი გექნება შახაბასის რეკორდი რა რეკორდი? 10 წელში 100 ცოლი. რა რეკორდი? ხო. გამანებე კაცო ერთი თავი რა. ისე ნიკა დედიკო შენ თუ აპირებ მართლა წელიწადში ცოლის მოყვანას, წავალ მაშინ სალონში ჩავეწერებ, თორე გიმხელა რიგები.
ხო ელენე შენ ჩაეწერე მაგ სალონში და თეკლა მეორე სალონში ჩაწერე იქ რიგები არ არის თეკლას ისეთი თმა აქვს ისე 10 წელი კი მოუნდება იმის დამარცხეს ნიკა ისე შენ რომ ცოლს მოიყვან პირდები მე ისე უნდა ვიცეკვე რომ მთელი ქორწილი ჩემზე ლაპარაკობდეს აბა მე კიდე იცი რას ვიზავ ეხლა დავიწყე ფულის შეგროვებას და 10 წლის მერე შენ რო ცოლს მოიყვან ის დღე რომ მოვა წავალ ვიყიდი სონი ერთს და შენ რო ქორწილში იქნები მე სახში დავждები და ვითამაშებ კრაშს მაგარი აზრია ახ ისე 10 წელიწადში რამდენ ახალ საჭმელს გამოიგონებენ ძალიან ბევრს გავეთ რა მე არ ცალი 10 წელში ცოლი მოყავს მეტი რომ მოგდის შენ გია და მარინა და გაუღო გია და მარინა უნდა გაუღო კაცო აბა რას მეკითხები მოალოდინებ იმ ხალხს გამარჯობა მე ლაშა უკაცრავად რა ეს ხელცარიელი შემოვედი მოდით ხო დასხები წავალ მე წამოვწვევი ჩემთან არა კი არ მეწყინა ახლა არა რა არის საწყენი უბრალოდ ისე წამოვწვევი ხო რა იყო რო ეცი იმკარებს და გააღე არ მეიკითხო კაცო გააღე შენ არ მითხარ მე უნდა დაინახო ჯერ ხელცარიელი მოდის თუ არა ვიცი აი ქორწილისთვის ვემზადებით. ვაი? ვისი ქორწილის? ვისი და აი კაც ბავშვს მოყავს სოლი 10 წელიწადში. ო 10 წელიწადში უნდა მოიყვანოს, ა? ვაი მე გილოცავ. აუ, ასე ცოლის მოყვანას ვისულოცავენ რა. მე რა 10 წელში მომყავს. აი გია, ხედავ გია. ბავშვმა დაგეგმა რაღაც, რაც უნდა გააკეთოს 10 წლის შემდეგ და შენ ისიც ვერ გითქვამს ჩემთვის, როდის წამიყვან პარიზში. მარინა, პირდები რა. აი ამას წელიწადში იმდენჯერ წაგიყვან პარიზში, რომ მე ხვეწებოდე პარიზში აღარ მიდე, მოდი წამო სოფელს დავიდეთ. აი მაგას დავიმახსოვრებ იცოდე. გამარჯობა. აი მაგას დავიმახსოვრებ და 10 წლის განმავლობაში თუ არ წამიყვან პარიზში, იცოდე, ისე გეჩხუბები, რომ მე ხვეწებოდე შემირიგდიო. ხო, კარგი, ეგრე ხარ. ალბათ მაგ დროს უკვე ბებია და ბაბუა ვიქნები. ისე ბექა ყოველ დღემდე ფულს მართავს, რომ მეგონი ვართ. არის ეგ ბებია და ბაბუა არ ვიცი გისმედით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ 10 წელიწადში მე წესით მინისტრი ვიქნები. ნუ მინისტრი თუ არა, მინისტრის მოადგილე ვიქნები. მოადგილე თუ არა, თანაშემწე ვიქნები, ან უფროსი სტაჟიორი, ან რა ვიცი, სადაც ვარ იქ მაინც დამტოვებენ იმედია და გამომაგდება სამსახური. იმედია, რა ვიცი. ხელფასაც ერთი 100 ლარით როგორ არ მომიმატებენ? ეხა 10 წელიწადში 100 ლარით არ მომიმატებენ ხელფას? და ისე დააგვირდე რა, აი 30 წლის ხარ და რამდენ ამას მიაღწია. წარმოიდგინე ხა 10 წლის მერე რა მოხდება? ვაკვირდები და ცოტა მეშინია კი ციც. აბა და კი. ახლა 30 წლის ბიჭი ხარ. კაცი ხარ რა და ჩემთან გძინავ საწოლში. 10 წელიწადში შენ 10 წელიწადში შეიძლება იმდენი მოახერხო რომ მარტომ დაიძინო კაცო. აბა. ისე ლაშა რა საინტერესოა მე რას ვიზავ 10 წელიწადში, ან თეკლა. ხო, ასე პრინციპში არ ვიცი ახლა შენ რას იზავ 10 წელიწადში. შეიძლება ალბათ ისე ილიას დევნაში იქნები. ხო, და ახდებით ხოლმე ერთმანეთს. ო, ვიცი, ეგრეა რა. ისე რატომ მართლა თუ მოვიყვან ცოლს 10 წელიწადში? ან და საერთოდ როგორები ვიქნებით 10 წლის მერე? კარგი, ელენე მორჩა დამშვიდდი. დამთავრდა პროფილი და მიხედე საქმეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს ნიკას ქორწილის დღეა. შენ გიხსენებთ ხოლმე თეკლა, ხო, რა კარგად გამოიყურები თეკლა, რა ლამაზი, ხო? აუ თმებიც რა კარგად გაქვს. მოგწონს ხო, ეს ჩემმა სტილისტმა მირჩია და გავიკეთეს. ხო, გარდა გახსოვს ადრე რანაირად ქონდა სწორი და გაშლილი. თეკლა
თეკლა, ეგ მე მქონდა ხოლმე. შენ ცოტა სხვანაირად მქონდა. ხო, თეკლა და მოტკეცილი ჯინსები გახსოვს? ეგ რა იყო და ის ზოლიანი კაბები რა იყო ძალიან საშინელი გახსოვს? შენ ეხლაც ეს გაცვია? არა, მარტო ეს ერთი იყო მაგარი. არა, მართლა ძალიან კარგად გამოიყურები, მომიყევი როგორ მოახერხე. თეკლა, ცოტა დიეტა, ცოტა ვარჯიში, ცოტა იოგა და ბევრი ბოტოქსი. ხო, იცი რა, ცოტა ხანში მეც უნდა დავიწყო იოგა და ვარჯიში, თორე ამ ამერიკის მერე ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს. ვაიმე, თეკლა, მომიყევი ამერიკის ამბები, მიდი. ვაიმე, რა ვიცი, ელენე, საიდან დავიწყო არ ვიცი. მოკლედ, გლასტონბერის ფესტივალზე გამოვედი და წარმოიდგინე მეორე დღესვე ატლანტაში მიმიწვიეს კონცერტზე. იქ ხო ვიმღერე, მე დღე გამოშვებით 28 შტატში მქონდა ეს კონცერტები, ნუ ძალიან დავიყალე, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ, ელენე, ეს ჩემი ფანები გიждდებიან ჩემზე, სულ ჩემი ავტოგრაფები უნდათ, ფოტოებს იღებენ ჩემთან, ხო დისკებიც იყიდება, წინაპირაში 100,000 გაიყიდა და იმის წინ კიდე აღარ მახსოვს ამერია უკვე რა ვიცი. ვაიმე, თეკლა, რა დრო დადგა, ადრე ესეთ რაღაცებს როგორ აბუქებდი ხოლმე და როგორი მოგზალებით ყვებს. რა ვიცი, ელენე. ოი, ხო, ელენე, ლივერპულში ბატონი ფრიდონი შემდგა. არა, უფრო სწორად, ბრიტანეთის დამსახურებული არტისტი, დრამის, კომედიის, მელოდრამის და ფენტეზის მსახიობი სერ ფრიდონ შვანგირაძე. რაც გადმომცა თქვენთან მოგილოცავთ ნიკას ქორწილის ამბები და თვითონ ვერ ახერხებს ჩამოსვლას ჯეიმს ბონდში იღებენ. ვაიმე, თეკლა, როგორ მიხარია ფრიდონის ამბები? ხო. ძალიან. აი, ახლა ქორწილზე მომიყევი. ვაიმე, რას წარმოვიდგენდი ნიკა როცოლოს მოიყვან და ესე მალე. რა შეიძლება ესე გაზრდილია ხო ნიკა? ვაიმე, თეკლა, ისეთი გაზრდილია შეიძლება ვერ იცნო. ეხლა უკვე ნელ-ნელა აქ ხალხი მოვა შევიკრიბებით, მე ნათიასთან წავალთ სახლში და ქორწილის მერე პარიზში მიდიან. პარიზში? უფ, პარიზი ძალიან კარგია. თან მით უმეტეს რაც ეს მახინჯი ეიფელის კოშკი მოაშორეს ხო სად? თეკლა, იცი სად უნდა წასვლა ბათუმში. ხო. მაგრამ ბათუმი ძალიან ძვირი ჯდება. ხო და რა ვიცი, მაინც პარიზი გადაწყდა. ხო, კაი, ილია როგორა? ილია ისევ ქუთაისშია, მუშაობს. თეკლა, რაღაცნაირად მოტყდა, იცი? ხო, ისე ერთ-ორ თვეში თუ არ გავყვები ცოლად, მე აზრი აღარ ექნება. თეკლა, შენ თუ არ მოხვალ მე ერთი ხვალამდე მაინც ვერ მოვალ შენ. იგრებ შენ. აი მე ვაშა როგორ მომენატრე. მეც მომენატრე. რაღაც ძალიან შეცვლილი ხარ. აბა, რაც არ გინახი ვარ, შენ იმის მერე 20 კილო დავიკელი, აბა. ხო, შენ როგორ ხარ? რა ვიცი, ვაშა სულ გადარბენებზე, მაგრამ რომ გავიგე ნიკას ქორწილიაო, მივატოვე ყველაფერი და გამოვიქეცი საქართველოში. ხილა, რა საკეთებ? ეს სურათი არ ჩამომიგდო, ისა რა თეკ. თეკლა, პატივი მიაგო. ოკეი, ხო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა თეკლა. შენ რომ ის ოპერაციის ფული გამომიგზა. ძალიან დიდი. აი, ვაშა, არ გწხვენია, რა დიდი ამბავი ეგ იყო. კარგი რა. რას ლაპარაკობ თეკლა? ახლა იმ ოპერაციის მერე, ხო? ეხლა უკვე 2 ჭიპი მაქვს. ესე იგი მაინც გეყორზე? კი. ცოტა შენი ფული, ცოტა ჩემი ფული, ცოტა ესე მოვაგროვე და ახლა 2 აი. ხო. ელენე, თეკლა ხო. კარგი ხო. ელენე მართლა ილიამ დარეკა და მითხრა რომ ელენეს უკვე უთხარი რომ ვერ ჩამოვდივარო. ხო, და კიდევ ნიკას გადაეციო სიძე შეძველო, ბატივიც ქელო და იო. ასე ხო. თეკლა. ხო. თეკლა. რა შენ წახვედი ისე, რო იცოდე, რა შენ წახვედი, არაფერი საინტერესო არ მომხდარა რა. და არც მოხდება თეკლა. კი. აი თუ არ გჯერ, აი ტელევიზორი გადაახვი 20 დღით წინ და ნახავ რომ არაფერი საინტერესო არ ხდება.
კარგი ლაშა ხა ეგრეც ნუ იტყვი ხო შეგვპირდნენ ზამთარში შვარცნეგერი ჩამოვაო შეგვპირდი წარმოგიდგენიათ ეკლა ბუშის მერე არც ერთი ამერიკის პრეზიდენტი არ ყოფილა ბეკუნა ვა ჩამოხვედით უკვე როგორ ხარ კარგად დედი შენ რა ვიცი ეს კარგი მე ჩემო ტაქსში ვიქნები და მე გნახავ გია აი არ უნდა გვეყიდა ის iPhone 12 რა რაც აგუკიდეთ მაგის მერე სულ შიგნით არის შემძრო აი მაინა ხო გაი სერჯოვია მე ჩანდას მიხედო ეს ასე ოი შენი როთას დავისვენეთ და შედობიანათაც ჩამოვედით 10 წლის წინ რო შემპირდი პარიზში წაგიყვანო გახსოვს კი მერე რა მერე შენ გითხე თუ გახსოვს და ხო და მახსოვს გია იმის მაგივრად რომ პარიზში წაგეყვანე და ელისეის მინდვრები გეჩვენებინა სოფელში წამიყვანე და საძოვრები მაჩვენე აი რა ვქნა მარინა რა ვქნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ტელეპორტაცია ჯერ დაშვებული არ არის ხო და ამ ქართულ ავიახაზებს კიდე თვითმფრინავის ბილეთები ისეთი ფასი აქვს 10 წლის წინ ქონდა და ამას ვერ ვიყიდით ხომ იცი რა რა გინა ეს ახლა პარიზში რა აი 30 წელია მეხვეწები წამიყვანე დაძველდებოდა უკვე იქ ყველაფერი რა გინა იქ და მეთქე სოფელში მშვენიერი დრო გავატარეთ კარგადაც დავისვენეთ ისე გული კი დამწყდა ძალიან მალე წამოვედით იმასაც დაწყდა გული დაინახე როგორ თვალებით მეყურებ და მანქანაში ბაქსო ვალაგებდი არა მაინც სხვანაირია რა სხვანაირია გეუნები ეხლა სხვა ქათმებიც ხო არიან ეხლა ეს სხვანაირია ეს რაღაცნაირი დინჯია ხო რა რომ მივდიოდით ესე მოვიდა შემოხედა ესე ეს ფეხი აწია და ესე მეუნება დავშვიდობისაო ანუ ყურადღებიანია ხტები ეგრეა გასა მარტო კვეცხში ხო არა საქმე არა რაკენი შენ მოსაწოებზე დაურეკე ყველას ვინც სიაში იყო ყველას დაურეკე კი დალაშა ის შენი ცოლები ყველა მოდის მე-10-ს და მე-7-ს გარდა კი მოდის მე-10 არა მე-7 ნუ პირველიც ახლა უი ხო გავიგე პირველზე ვიზიარებ ლაშა კარგით ავალ მე ზემოთ მოვწესრიგდები ჩავიცვლებ და თან ნიკას დაურეკ არა სად არის ეს ბავშვი რით ვერ გამოიტანა ეს ტანსაცმელი ლაშა ცოტა ხანში პაატა და ბავშვები მოვლენ და ყურადღება მიაქციე რამე არ დააშაონ ელენე რამე არ დააშაონ კი არა რამე არ დაიშაონ და ნელიკო დაგხოცავს უყელას ნელიკო ეს პაატას ცოლი ხო ოჰო ცოლია თუ უფროსი ოღონდ ვერ გაი იყავი შენ იყავი დასლა ტეკლა გააღია ვა ტეკლა როგორ ახლა ტეკლა რა ვიცი რო გითხრა ეხლა რომ ძალიან გამიხარდა შენ ხო მეთქი მოგატოვებ ხო კარგი ხო აჰა როგორ ახლა რაშვები როგორ ხარ? რა ვიცი. ბავშვებო, გაანებეთ მაგკარებს თავი, კაცო, რო გავაკ მერე მოგლიჯეთ ეგ სახელურები, გაჩედით ეხლა. შემოდით ეხლა წყარათი ყავი, შემოდით ხარ. ვაიმე, აი, ბავშვებო. რასაკეთ, სადმიზურები, გაჩედით, ჩვენ რომ ვიცით, მორჩა დადექიდან სულ ყველა. მოდით ეხლა, გაჩედით, მორჩა. გაჩედით, მოდით ეხლა. დადექით წყარა. დადექით წყარა. ბავშვებო და ზაპ მეთქი ბავშვი დაჯექით. ეხლა ხალხი უნდა გაიცეთ ეს ეთეკლა. ხო, ეს კიდე არის ადამიანი კონი. გაიგე? ხო. დერე თქვენი რო გეუბნებათო რომ გაშინებ ჭამის დროს დროზე შეჭამეთ თორე მალე მოვა, აი ეს არის ის. მიდით ეხლა რას გასწავლეთ? აბა რა ისიც. მიდი.
კარგი ბავშვებო, ზაპ ბავშვებო, ჩვენ რო ვიცი, დადაკით. კარგები არიან კაცო, რა კარგია. მიდით ეხლა ადიძები და რაც გინაიღე დაამტვრე, წავიდა. სასწავლი პაატა ბავშვებს. ეს თეკლა აზრი არ აქვს, მაინც რაც უნდა იმას გააკეთებ და ესე ვითომ მიჯერებ და ხო ხდები ხო? მოდი ერთი შენიშნე რა ხდება და მელაპარაკი მოხდა. რა ვიცი პაატა, რა ვიცი, ეხლა ხარ ჩამოფრინდი. აჰა. ჩამოფრინდი? ვაჰა! ოჩახ მოიცა, ატარ მამა შენი რა ვიცი ხა, ფრენის უფლებას კი არა, იმაზე ექსკალატორზე არ გაყენებდა. ზედა საფეხურზე უბერავსო და რა ვიცი ხა. ეს ფრენა ოჩახნერს ეს ოჩახნერს. აბა მართლა. უი, სხვადასხვა მამაც შემა ძალიან მაგარი ტატუ გაიკეთა ეხლა და გავგიჟდი ისე მომეწონა. ხო, საყურის გაკეთებაც უნდა, მაგრამ ცოტა ეშედია. პატა, შენ რა შვები? რა ვიცი, რას ვიზავ თეკლა. აი, ცოლი მოვიყვანე. ყავს სამი ბიჭი. ედუარდი მიშა და ბიზინა, ხო და პატა, ძალიან კარგია, რაღაც კარგი ბავშვები ჩა. კი, კარგი ბავშვები, მართლა კარგი ბავშვები რა არის? პრინციპში ხირდა არ უნდა როფიცი, ხირდა ამის გაკეთება კი, მაგრამ რა არის ხა? რო ფიქრობ, ხო აი, განსახა 13 წელია, მაგრამ ეს მიჯზე მიშა და ბიზინა კაცო. დღე დაღამე ერთმანეთს ეკინკლავებენ, ეხლა ბუცებენ ჭამენ ერთმანეთს. რაღაც შემიძლია დავიტანჯე რა. ეს ედუარდი ხო ბავშვია, მაგრამ რაღაც სხვა ტიპია ხვდები? ეს რაღაც თავისთვის ჩაფიქრებული უყურებს, აკვირდება რაღაცა, მერე ჩანაწერებს აკეთებს, რაღაც ამოცნაური ბავშვი. მაგრამ კაი, სამივე ძალიან პრინციპში ხირდა არ უნდა ხირდა ნამდვილად არ უნდა ხო. აი ესეა და რა ვიცი აბა. ხო, სხვათა შორის სამსახურს რაც შეეხება ისე იქ მუშაობ, სადასადრე მუშაობ და ხელფასი მომიმატეს წინათაში. რას ლაპარაკობ? მართლა რამდენი? ეხლა მაქვს 100 ბეცით მეტი. 100 ბეცით ვიდრე მქონდა ხო? იმიტომ რომ რა არის ლაშა ზაფხულში ხომ მე რაღაც სოფელი დავტბორე. დამაკლეს მაშინ. დამაკლეს და მე იმდენი მომიმატეს ისე რაც მქონდა და აი ესე რა ვიცი. ისოდე ბავშვებო ზაპ მეთქი გითხრა ზაპ ეხლა ბავშვებო გაჩერდით ხო მომისმინეთ ეხლა შედით იმ ოთახში და რაც გინაიღე დაამტვრე წავიდა ნელა შედი ნელა უყურე რა ედუარდ მიხედე ისოდე მაგათ ხო ოჩახ წინა მოსვლასთან შედარებით ძალიან დაჭკვიანებულებიან. რას ქვია, ელენ? ისე ხო ჩანგლი დამსდებდნენ. აბა, ელენ, მამის ხელები, აბა, მამის ხელები, აბა, როგორ გინდა, ხო? გია საჭმელი გინდა? გინდა წვიანი გაგიგე. მიძალები. მიდ. ციცაკა უკნა? არა, ციცაკა არ მიდარ. ესეც ასე მზად არის. მარინა, რა ვიფიქრე იცი? აი ახლა ჩვენ სოფლიდან რაღაცები ხო ჩამოვიტანეთ არა? ხო და ლევანს ხომ არ გავუგზავნოთ მეთქი? კარგი რა, ეხლა ლევანმაზე ლაპარაკი არ დაიწყო რა. რაიღო, რა გინდა, რასტოჩი ადამიანი შენი ძმა არის. ასეთი ყურადღებით ვეპყრობა 1000 რაღაცას გვიგზავნით. ჩვენს გავუგზავნოთ რაღაცა, ესე ემოვნება ადამიანს. ლევანმაზე ლაპარაკის თავი არ ამაქვს ახლა. დღეს ხო იცი ნიკას ქორწილია და დაპატიჟებულები ვართ. თა რა არის, იცი, ხელცარიელი არ მინდა რომ მივიდე და რაღაცები მინდა გავაკეთო. შენ როგორ ფიქრობ? ბანანის ჩაკაფული გავაკეთო თუ ხბოს ხორცის ტორტი? აი რას ლაპარაკობ შენ? არ შემარცხნივ ისო და ეხლა იქ საჭმელით ქორწილში არ მიხვიდე რა. იქნება იქ ყველაფერი ძალიან ხო დავშენ. როგორ? კატლეტი? არც კატლეტი. და რა? არც соуსი. არ იქნება იქ საჭმელით ხო გეუბნები. მომეწეს თქო. ისე ნიკას ველაპარაკე და იცი რა მის რა? ქორწილის მერე საქორწილო მოგზაურობაში მივდივართო. მართლა. სად? ჰა? სად? არ გეტყვი. მეტყვი, მითხარი. არ გეტყვი. მითხარი? ვერ გეტყვი ვერა. რატო ვერ მეტყვი, მითხარი? ნერვები არ შეშლება და არ მინდა. არ გეტყვი. კაცო, არა მეშლება ნერვები, შენ მითხარი. ვიცი რა გეშლება.
საი მე უფრო კარგად არ ვიცი, მითხარი. ნუ კარგი, მაგარი. პარიზში მიდია. რატომ მითხარი? მოგითხარი. რა მითხარი? რა და მითხარიო და გითხარი, ბა მე გეუბნებოდი არ გეტყვი მე, არა მითხარიო და გითხარი, ჰა? რატომ მითხარი? იმიტომ რომ შემიძლია მითხარიო და გითხარი, აკლა. გითხარი, რატომ მითხარი? კარგი, ხო, რა მოგივიდა, და გითხარი და გითხარი, მოშე რა. დია. საინფორმაციო ჩავთავე ხოლმე. იმედი. გაფუჭდი ეს თუ რა? იმედი. აჩაი. ეხუნა. ჟაკეტი შეიკარი ბოლომდე გარეთ თუ გადიხარ. კარგი რა დედა რა 30 წლის ვარ. მე 30 წლის ვერ გაცივდები? აიღო ახლა ეს რატო გადაიტანეს ეს პარლამენტიან პოჩი ახლა ვერ იყო ზუგდიდში გაცა. ანამ ხაშურიდანაც ვერ ბენინებდნენ. მაინტერესებს ნელიკო მოდის ქორწილში. ნელიკო ისი რა არის? არ მოდის, იმიტომ რომ რა ვიცი, ხო ისი არა ელენე, რანაირები არიან ეს ქალები თუ ხართ ვეღარ გავიგე რა. ვერაფრით ვერ გადაწყვიტა აირჩია რა უნდა ჩაეცო ქორწილში რა არა ყაბა თუ რა ჩაეცო და ესე არ მოდის. აი ვიცოდი პაატა მაგას რო იტყოდი ვიცოდი. ნელიკო არასოდეს ჩვენთან ერთად არ დადის ხოლმე ხო და მე და ლაშამ აი ეს კაბა შეურჩიეთ. გეხოცები გადაეცი და უთხრე რომ ჩვენთან ერთად თუ წამოვა ძალიან გაგვიხარდება. კარგი, გადავცემ აუცილებლად, გადავცემ. ვაიმე რა. გაჩვენ, მიშა რა საკეთებ? გაანერე. მიშა ადექი ისოდე ფერზე. მიშა ნელები რა მომიშალო? ადექი მეთქი ფერზე. შედი. ბიზინა შედი ოთახში. ორი ამასე. ედუარდ, რა მოგივიდა უფროსი ხარ, მიდი მიხედე რა გჭირს. ერთი წუთი დავაწყნარებ და გამოვიდი ხოლმე ვერა თორე არ ვიცი. ედუარდ, რა გჭირს? ამ ხელა ბიჭი ხარ, მიდი. აი მე საწყალი პაატა რა დღეში ყოფიო. აბა, შენ არიცი ნელიკოს რა დღეში ყავს. ნელიკო ეძახე შენ ნელიკო და იცი რა საფათი ილანძღება? უი, ლაშა, რომ მოვდიოდი ბილბორდზე, ნახე დიფარფლი ჩამოდისო და არ წავიდეთ? კარგი რა თეკლა რა. დავიტანჯე ყოველ წელს ამ დიფარფლის კონცერტზე სიარულს. შეხედე ხა, აი რა სამობენ, ხედავ თქვენ კაცო, ა? მომავალ თვეში, ხო კი? აი მომავალ თვეში სადარბაზოში უნდა ნაგვის ბრიცხველების დაყენება. კარგი. გამაგიჟობა ესე ბიზინა გეუბნები ბიზინა მაგ ფულებს ნუ წავდა გაანებე თავი მეთქი გითხარი მაშინ და რანაირი ბოქსი საერთოდ არის ის ფულის ხადრე ეს მინდა გამაგიჟება. ვა ხოხნიშა რა ხოხნიშიკო რას გიზა ვაიმე როგორ მიკბინა ვაიმე გამაგიჟებენ ესენი რა არ ვიცი რა. აი ესე რა ვიცი ხა ღირდა რა პრინციპში არ უნდა ხო რა ვქნა რა გავაკეთო ესე რა. ბატონო იმ დღეს რო გთხოვე ხო გახსოვს? ნიკას ქორწილში თამადა უნდა იყო შენ და არ დაიწყო ეხლა რომ სამსახურში უნდა წავიდე და რაღაცე. არა ლაშა რას ლაპარაკობ ის ჩემი უფროსი ვარ კახა ხო იცი? ხო მაგას უთხარი რომ დღეს არის მეთქი ბებია ჩემის 40-ის 10 წლის თავი მეთქი ხო შენი ხო და ანუ ხო ძალიან კარგი ძალიან ესე იგი თამადაც ყოლია. არა ესე ეხლა ძალიან ესე ნუ გადავწყვიტავთ და მას ვისავთ ერთი წუთი უკასრევად რაღაც დასარეკნო ხო ესე იგი 1 222 473 538 2 72 470 877 333 456 342 8 ხო ისა ხო ნელიკო მე ვარ ხო ისა ნელიკო სხვათაშორის ელენემ და ლაშამ დაგპატიჟეს ნიკას ქორწილში კარგი ვეტყვი გადავცემ რომ არ მოდიხარ კარგი ხო ბოდიში ერთი ბოლომდე დამთავრებინე რა ხო ეს ნელიკო ის ლაშა მთხოვა რა ხა ოჯახის ახლობელი ხარ და იქნებ თამადა იყო ხო ვიცი გასაგები არსო ვეტყვი გადავცემ კარგი ნელიკო კაი მაპატიხ ლაშა რაც მე ვერ ვიქნები თამადა ეხა მე ღვიძლი მაწუხებს და ვერ ვსვავ და თამადა როგორ ვიქნები ხო აი მე გამაგიშოს გაჩერდი სად მიგიხარ ამას უყურე თავზე
ო ხარბიცი გამაგიჟებს. აი მე რა გამახსენდა 10 წლის წინ ვაშამ რა თქვა ვისახსოვს. აუ გაახსენდა ვიღაცას მაინც გაახსენდა რა. მე მახსოვს თეკლა მახსოვს ლაშამ თქვა ნიკას ქორწილში ძალიან მაგრად ვიცეკვებო. მართლა აი 10 წლის წინ არა და ესე მგონია თითქოს 10 წუთის წინ იყო იმეც ეგრე მახსოვს პაატა თითქოს 10 ყვილად ნუ მეთანხმები შენ მაინც მოგიწევს ცეკვა. აიგე? ხო და ვიცეკვებ მე რა პრობლემა. რა სიცეკვე ბიჭო რა შეიძლება დაიდე ვერ გაინძრები საერთოდ ადგილი და რანაირად იცეკვე ვერ დგები ხო რა და ძალიან კარგათაც ვდგები რატო ვერ ვდგები. იცეკვებ ხო? აი ერთი მანდრო პულტი დევს მომაწოდი აბა. მიდი მომაწოდი აი აქ ვდგავარ და მომაწოდი მიდი. მოგა მიდი. მიდი. მიდი ლაშე თამამად. მიდი თამამად. ეს არაფერ შუაში არ არის. ვიცეკვებ მე კი გეუბნები შენ რო გეუბნები ვიცეკვებ. ო ვიცეკვებ ძალიან კარგათაც არაფერი ამა კარი არ უნდა დაკეტო რომ მოდი ფაქტი და ტუალეტიდან ა რა დღეში უყურე ფუ უყურ რა არის ედუარდ მოდი აქ რა არის ედუარდ ამხელა ბიჭი ხარ ხო გით ჯერ ესეთი სამი რო შედიხარ და ერთად ჩურებით რა არის ვიგასალა აი დაუშვათ ხო ქენით მაგრამ ხო იცი რომ უნდა გააგზავნო მე ეს არა რისთვის არის წითელი ღილაკი მიდი ახლა და მიაქცია ყურადღება ელენე უნიტაზი გაქვს გამოსასვლელი რატო? რატო ელენე რატო შედი ერთი ნახე შენ მაძმო გარნოს რო დაამსგავსა ნახე მან არ მომიყვანო პაატა ოღონდ შენ აქამდე მოდი და მე თვითონ გავილახავ ჩემთავს ლაშა მოდი გამანები ერთი ჩემ ტელეფონი რეკავს ხო? მოიცა საით აქედან ისმის ხმამენ Bueno, Aló? ხო мама ხო ელენესთან ვარ ნიკას ქორწილია და ხო არა ჯერ პატარძლის ოჯახში მივდივართ მე რესტორანში და ბოლოს კლუბში კლუბში მოხალ შენ კარგი мама ჩემა პირდაპირ კლუბში მოვალ მართლა რა კარგი ესე კი დღეს ძალიან მაგრად ვერ თავით რესტორნის მე კლუბში მივდივართ ხო ой კი არ მახსოვთ ერთი წუთი რაღაც ხო იცი იცინეთ ხო იცინეთ რომ დავამთავრებ ამის განმადებას და მე ფანრიანს რო გამოვიტან აი მე ნახე ალო ნელიკო მე ვარ საქმე საკეთებდი ბოდიში ხო უცბად გეტყვი აი ეს ნელიკო აღარ მახსოვდა და თურმე რესტორნის მერე ნიკას ქორწილის მერე ხო რესტორნიდან მივდივართ კლუბში ხო და აი ხო ხტები პირველ საათზე ვიქნები სახში მაქსიმუმ 2 საათზე მაქს კარგი 11-ზე სახში ვარ აი ხო ბავშვები ჩავსვი ტაქსში გამოუშვი და აივანთან მოფრინდებიან და მიდი გახედე აიმე გემოდიფიცირებული კარალიოკის соуზის ყიდვა დამავიწყდა ჩავალ მე ქვემოთ და მალე ამოვა მიდი ხო ლაშა მეზობლებს ყოველ სეპატირებით კი თითქმის ყველას საწყალი ემზარი ბიძია სულ ეუბნებოდა ნიკას რომ იმდენი უნდა დავლიო შენს ქორწილში იმდენი რომ აი მაგიდაზე გავიშლათო მაგრამ კი არის ახლა გასხლათული სადაც საწყალი ემზარი და საწყალი ნუნუც როგორ მეწოდება როგორ გაუხარდებოდა ახლა საცოდავს ჩვენთან ერთად რო იყოს აბა ნუნუა საწყალი კაცო აბა ახლა არის მარტო ამერიკაში იქ ნიუ-იორკში მე5 ავენიუზე იქ თავი მარტო სულ მარტო თავის ორ მოსამსახურესთან ერთად ესე მარტო შეხვედი და ამოხვედი? ხო, თეკლა ეთყობა ლიფტი გააკეთეს. ეთყობა კი არა გააკეთეს. პატა, ლიფტში შენ გამომაკარი განცხადება. რომელი? რომელი და სამ კაცზე და ან ერთ ლაშაზე მეტი არ შემოხვიდეს. არა ელენე ეთყობა ჩემმა ბიჭებმა იმაიმუნეს და მაგათ ენაც სვოლოთ პაატა მამა. ელენე, ნიკასადა. ზემოთ არის ჩამოვა მალე იცომს. ბექა ხო მეჯვარე?
ხო, თეკლა ბექა მეჯვარე, ხო? დარწმუნებული ვიყარ, ეხლა თქვენ რო ხსოდნო და წინასწარო გია სამსახურიდან გამოვაგდებდნენ და ისე დარჩებოდნენ, ხო? არც ეთყოდა ალბათ ნიკა ბექას რო ჩემი მეჯვარე იყავიო. ხამები რო ხართ სულ ყველა. არ არის, კიდე არ არის, ნორმალური კიდე არ არის ეს. ელენე, მომისმინე, შენ მარინას შეურიგდი თუ კიდე არ ელაპარაკები? არა, შეურიგდი, მაგრამ მაინც გაბრაზებული ვარ თეკლა რა. არ ლაშას რაც დაემართა სულ მაგისი ბრალია რა. არ შეიძლება ადამიანს ამდენი აჭამო, ნუ. კარგი, რა, კარგი ელენე რა. მარინა არაფერ შუაში არა. შენ უიცავ მარინა არისო ყოველდღე რომ შემოქონდა ქათამი კამბოჯურად კომბოსტო ნუში соуში იხვი ბროწეული შიქთავსით კიდე რა შემოქონდა პიურე ესპანურად და რაღაცა თევზი რაღაცა ბრაზილიურად არა მაგასაც როგორ არ მობეზრდა ეს ერთი და იგივე საჭმელები ვერ ხვდები იყავი ლაშა არ წამოხდე მე გავაგებ იყავი მოგზადით გამარჯობა მეზობლებო აბა სიძე სად არის ტრანჭება და ჩამოვა ესა ლაშა შევთხოვით საინფორმაციოსთვის ხომ მიყურებია ვერა ვერ უყურე ვერა იმიტომ რომ ოთახიდან გამოვდიოდი ხო და 3 საათიანისთვის მინდოდა მეყურებინა და სანამ გამოვედი 6 საათიანი სპორტსთვის მივწა ესე იგი არაფერი არის ხო ახლა ეს ქართული ბორჯომი და ღვინო ხა რუსეთში შეუშვეს თუ არ შეუშვეს რა არის გიებას რა არის კაცო დავიტანჯე რა ხან შეუშვებენ ხან შეიტანენ ხან გამოიტანენ ხან შე რას სარბენი წინ და უკან ვეღარ გაბიგე და ან არც იმაზე არაფერი არის რა ქვია ხა ნატოდან როდის გამოვდივართ ია მომისმენს რას ლაპარაკობს ეგრე ადვილი კი არა ნატოდან გამოსვლა ჯერ უკან გამოსასვლელი გეგმა ზაპი არ მოუციათ მაგათ ჩვენთვის აბა ნიკა დედიკო ჩამოდი მოვდივარ აბა გილოცა მე გილოცა ნიკა ხომ არ ნერვიო არა მარინა და რატომ უნდა ვინერვიო პირველი ცოლი ხომ არ არის არა გენაცვალოს ბიძარაში არგით ეხლა გეყოფათ ის რანაირი ცოლი იყო საერთოდ ქორწილში ხალხი არ იყო დაშლილი რომ დაშორდნენ ელენე ისე რამხევა კაცია უკვე ნიკა ცოლი რომ მოყავს აბა ხო ისე შენ და ილიამაც უნდა იჩქარო თორე გაგიფრინდა ნიკა მალე ლაშაც გაგიგორდება და დაჭერა დედა მოსაწოლები ხო ყველგან გააგზავნე? კი, დედიკო, ყველგან გავაგზავნე. ყველგან ნიკა, დედიკო, იცი რა მაინტერესებს? ქორწილი. რბილი ლუთი იწერება თუ ჩვეულებრივად? ჩვეულებრივად და ბოლოს იოტა. იოტა. ამ თეკლა ეს ახალი გრამატიკა ვერაფრით ვერ დავიმახსოვრე. გია როგორ გარბის დრო არა აბა ეს საწყალი მაინც მოსწრებოდა ბედნიერებას მაინც რაღაცნაირი სხვანაირი ავთარი იყო ეს რა არ გავიდე? როა უკვე ვაგვიანებ. გავიდა, თითოჭი გადავლიოთ, თითოჭი გადავლიოთ და ნიკა, დედიკო, საქორწინო ნიშნობის საყურე ხო აიღე ხო? კი, დედა. გავიდე, ნიშნობის საყურე. გაჩერდი კარგი რა პატაკაცო კარგი რა ლაშე იზრდები და ჩქუ არ გემატება ხო შენ არ გემატება მე რამდენად უნდა გააკეთო ეს გამარჯვება იყავი ცოტა ხანი ეგრე რა ხო ხილა ადგილი ახლა იყავი შეგიდე ლაშა ითვერ შეეცვია ახლა მას ამოგივიდა იცი რა ქენი აი ეს უნდა დაამოღამო რა ბაგაღები როგორც საჭამს რა ბაგაღი რო ჭამს ხოლმე ეს ენას რო გადმოახტურებენ და დაიჭერე ხოლმე საჭმელს და ეს კარგი აზრია კაცო ბაგაღები შვებიან ესე წინიდან და უკნიდან ვერ ჩები მე ეგრე მე რა ლაშაბიძე აი მომაბრუნე შენ არ ახარ ნორმალური არ ახარ შენ არა ხო დალიო ნიკა ჩემო კარგო შენ გენაცვალოს ბიძე სულ ასეთი ბედნიერი ყოფილიყავი მადლობა ხო დიდი მადლობა ლაშაბიძე მაგრამ თუ გახსოვს შენ რას დამპირდი 10 წლის წინ ხა აი ხსენე ალბათ თუ გახსოვს შენს ქორწილში უნდა ვიცეკო რაღაცეები ხა აი ეგ კი არ მახსოვს ეხა ეგ არ მახსოვს ეხა უკვე მოკლედ სანამ ლაშა არ იცეკვებს ფეხს არ გაადგოთ არავინ არსად ლაშა ისე ადრე სუქანი რო იყავი ხოლმე გახსოვს აი ესე რო შეკობდი ეს
ცუხანი და ეხლა უსაშველოდ და არანორმალურად რომ გასუქდი, ხო ეხლა როგორ ცეკვა ესე? ეს ცეკვა, ხო? ვიდი ახაც ვიცეკვებ და როგორც საჭიროა ისე ვიცი. მიდი იცი. მიდი ლაშა. მიდი აბა იცი. მიდი იცეკვე. მიდი ლაშიკო მიდი. ლაშიკო მიდი. ოჩა ლაშა ბიძია, ოჩა. პირობა შესრულებულია. აი ხედავ, ლაშამ პირობა შეასრულა და იცეკვა და შენ ვერა. დაგიყვან, ხო ამბარის დაგიყვან, ხო მარინა დაგიყვან, მოგიდა. ბია ბიძია, რაღაც უნდა გითხრათ. მოგედა. აი ეს პარიზის საგზურები გამომართვით და თქვენ წადით. რას ლაპარაკობ, ნიკა რა? აიგეთ, ტიკეტი არაფერია. ჩვეულებრივი ტურია, ფრენა კერძო თვითმფრინავით, პერსონალური გიდი, 10 მოსამსახურე და 6 ვარსკვლავიანი სასტუმრო. თქვენი იყო, თქვენ წადით. აი მეს ნიკა, ნუ რა. და თქვენ რა სიზამთ, თქვენ საწახვალთ. ჩვენ ყვარლის თვალზე წავალთ. შენ მაიმუნე, შენ მაინც უკეთესი დაიტოვე არა? დიდი მადლობა. წავიდეთ. ხო, მოიცადეთ, ჯერ ვიმღეროთ და ისე წავიდეთ. მე ვიმღერებ, მე გიმღერებთ რა, მე გიმღერებ. ბოლო მოეღო შენს პარპაშს. თავი გაყავიდით შარში. თეკლა. მოდი ჰიტები არ გვინდა, რამე ტრადიციული ვიმღეროთ. ტრადიციული ვიმღეროთ, მე ვიმღერებ თან წავიდეთ, აბა? წავიდა. ვისია. რატომ ეჩხუბები ეხლა ესია და რა ვქნა რა ჩემბრალია ხო და წავიდა ეს ვისია არა თუ მართლა ეხლა ნუნუს ჭირდება ეს ძვირად ღირებული ოპერაცია, ემზარის და ნუნუს მაგის ფული არ აქვს და ფული ჩვენ უნდა აუგროვოთ რა. რა აქტიურია ნაშა ანახე რა. სულ თვითონ წერს. ჯერ ერთი ნაშა არ არის და მეორე ხანდახან მეც წერ ხოლმე. ისევ მართლა ბიჭი არ მინახავს და მე მგონი მომწონს. მე მგონი შენზე შტერი ვარ, სოფი. შაგაიძე. დანადა და არ გაინძე ხელი მაღლაძე. დადმეთქი დანდა რო გეუბნები. აცი კაცო ეგ თოფი შენ არ გაგივარდეს არ. მორჩა დამთავრდა. თელი ცხოვრება დამცინი ბოლო უნდა მოეღოს მაგ ყველაფერს ახლა. ბოლო უნდა მოეღოს მორჩა მეთქი ადექი დადედანა დაადექი. ეს არ არის ნორმალური არ არის ეს არ არის. თელი ცხოვრებაა მე დამცინი. დადემეთქი ეგ თოფი. აცი გამოკრავ სასხლის ბევრი უნდა მიგასხმევინებ ტვირს ადექი ფიზოლი. ახლა პეთქი ადე. აცი ერთოფი შენ არ ახარ შენ ნორმალური არ ახარ. გამივარდება გამოდი აქ. სად გამოვიდი? გადი მიდი იქით წადი. რა გინდა რა? გადი მიდი ტუალეტის კარი გააღებინე. ჰა? მიდი ტუალეტის კარი გააღებინე. გააგინდა კაცო რა. გააღე ზე ტუალეტის კარი. რა შენ არ ახარ ნორმალური. გააღე ტუალეტის კარი გააღე. გავაღე რა გინდა რა? რა მინდა და დარწმუნებული ვარ მაგრად შეგეშინდა და მიგი ფისიკერი ახლა.
მაიმუნობას შენ მაგთოფით მართლა მაიმუნობას გირჩევნია ის მითხარი რომ თელი ხამე წარბებს რატო მაწიწყნიდი რა იყო რა მოგივიდე მოკლედ ხო ისა რა ქვია სიზმარი ნახე რა შეხოხდები და წესიერად ილაპარაკე კაცო ხო მართალი ხა სიზმარი ნახე ხო და ვიდექი ჩემთვის და ხელში მეჭერა გვირილა და თამაშობდი უყარა რა უყარას რა ხო ეს ხოხდები და სხვათა შორის უყარვა ლაშა რო იცოდე კი არა ხარ შენ ნორმალურია უყარვარ არა ხარ ნორმალური შენ აი ეს ფული მეც დავდებ ნუნუსთვის ნიკა დედიკო ყულა ბაგატეხე ხო 20 ლარი აკლდა და ოკეი 30 გები ვაცა ელენე ისე რა აი ეს ფული გამომართვი რა მეც მინდოდა გუშინ მინდოდა მომეცა მაგრამ 30 ლარი დამაკდა დღეს მეგობარს ვესეს ხედა ეს თოფიე მაგარია ნიკა დადე ეგ თავის ადგილზე დროზე დადე წადი შენ 13 სადინე გვაქვს იმეც სადინე მიდი და ვისია ეს გია მიყიდა ახალხანს და დღეს დამპატიჟა სანადირო ცხოთა შორის და მითხა წავიდეთ ვინადიროთ და წავალ ჩვენც ვინადირებთ და ბარემ წავინადირებთ რა ხო პატა მაგრამ ეხლა ნადირობა ხო აკრძალულია ვიცი მაგრამ მაინც წავინადირებთ ცოტას პატა ეხლა ხომ არაფრის მოკლა არ შეიძლება ელენე ადამიანმა ზედიზედ ერთდროულად 17 კარაქენი პური რო ჭამოსეთ შეიძლება აჰა შეხედე მე 18 მიდი ლაშა გენაცვალე მიდი ლაშა გენაცვალე არ ვიცი პატა რამეს თუ მოკლავთ იცოდე აქ არ ამოათრიოთ დასკელენე მოვათრიოთ რა ლაპარაკე ხა დაუშვეთ მოკალით ბუ მოვიყვა სახში ბუს მე ადექი შენეს და დიდი ბუ დაჭერი პატარა ბუებად და გააკეთე გუფთა ბუზგუფთა ჰა შენიერი რა იმას ვიზავთაფია წავალთ და მოკალთ ოფოფს მე ჩამოვიყოთ შენ გააკეთე ოფოფის სუპს და ლაშარო შეჭამ სიტყვის ოფოფ რაგელიო კარგი პატარა სისულელებს ლაპარაკო რას იზავ ლაშა შენ რა გადაწყვეტე წამოხვალ ჩვენთან ერთად არა პატა მეზარება ეს არის ხო მეზარება სანადიროდ წამოსვლა თქვენ რომ მოინადირებთ მე აი ნანადირს რომ მოიტანთ ხო მე მევინადირებ იცი რა ლაშა ხა რო დავფიქრდი ხო მე და გირო წავიდეთ სანადიროდ და დაუშვათ ტყეში შეხვდა დათვი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ხო და შენ რო იქ იყო ხო მიხვალ დაელაპარაკები გაუგებთ ერთმანეთს როგორ დათვი დათვს შენი იმედი მაქვს და შენ როგორ ზნე ისე გადაწყვეტ მე შენი იმედი მაქვს პატა მე თუ წამოვალ და დათვი თუ შეხვდა შენ თავს გადაუგდებ იმ დათვს გადაუგდებ სანამ შენ შეჭავს მე გავიქცევი ესე იგი მოდიხარ არა მეზარება გეზარება ხო ხო და აი მარინა რო გაგვათა საჭმეს მარტო მე და გიო რო შევჭამთ იყავი მე ეგრე ხო მარინა გადად საჭმე დიახ პრინციპში რას ვაკეთებ სახში წამოვალ მაინც არაფერი საქმე არ აქვს ხო რითი მივდივართ რა ვიცი იმედია გიას პატარა მანქანით არ წავალ თორე მართლა რო შეხვდეთ დათვი მანქანიანად შეჭობს გააქვს შენ რამე სანადირო აღჭურვილობა? არა, მაგრამ ვიშოვი და ორ პატრონტაში წამოვიღე. ერთს ტყუებისთვის, მეორე სოსისებისთვის რა. ეგ არ დაგავიწყდეს ხო, სოსისები არ დაგავიწყდეს. ლაშავიძია, მე წამოვალ რა სანადიროდ? არა. რატო რა გინდა წამოვიყვანოთ ეს გულ დააკეთოს რატო რა გინდა ძაღლად მაინც გამოგვადგება რა გინდა რა გინდა ხო სახშუალი ნიკა პუტი ეძება იპოვა ბოიტანა ნახე რა გინდა შეხედე ოჩა შენელი ზაღლია ლაშა რა არ მოგწოს ვერ გავიგე ნახე და წავიყვანოთ ახლა ეს თუ წავიყვანოთ მეთქი გეუნები წავიყვანოთ სად უნდა წაიყვანო სანადიროდ არა ნიკა სანადიროდ ვერ წახვალ ბუნება გაქვს ასწავლე მიდი კარგი რა დედა რა ბუნებას ბუნებაში წავიღებ და იქ ვისწავლი ნახე რა კარგად გავრიცმე ქართულიც ვისწავლე არა მეთქი ნიკა ვერ წახვალ სანადიროდ პატარა ხარ შენჯერ კარგი რა 7 წლის იყო ვახტანგ გორგასალი მეფე რო გახდა და შენ 12 წლის ბავშვს სანადიროდ არ მიშვებ აჰა ისტორიაც ვისწავლია არა ნიკა დედიკო ვერ გაგიშვებ სანადიროდ საშიშია რა არის საშიში ვეფხვი ქარალი და ლომიდა სამაგიეროდ პატა იქ თოფით არა ნიკა დე დავამთავრეთ ამ თემაზე ლაპარაკი კარგი მოდი ეგ დაწყნანდი არა უშავს კარგი დიდი ბიჭი რო გაიზრდები მე წაგიყვან სანადიროდ მანამდე დაჯექი სახში ის იმეცადნე ბუნება მე წავალ ვინადირებ რა ვქნა ბავშვია შენი ბუნება იმეცადებ მე ვინადირებ და მე ვინადირებ შენ ბუნება იმეცადინე მე ვინადირებ შენ ბუნება იმეცადე და გეყოფა აი ხო კარგი აი წავედი და ლაშა მომისმენი რა უნდა გითხრა ის ბარემ გეტყვი ახლა რომ შემთხვევით ტყეში ტყვია თუ დაგათხი მაპატი გაიგებ
შემთხვევით თუ გაგატყვია მაპატია. აბა მე რო გაგატყა მე ხო ვეღარ გეტყვი ამას და მაპატია მეთქია. ხო. კარგი წავედი აბა და ელენე, რობა მოფრო, ეს არ არის მეთქი ნორმალური არ გჯერა თქვენ და. ვინ არ გიჯერებს? ხო, არა, ესე პრინციპში მართალი. სადილი ჩავდე, ხილი ჩავდე, ნამცხვარი ჩავდე, სასუსნავები ჩავდე, წვენები ჩავდე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც მავიწყდება. მაინე რა არის, რამდენიმე სპატა რაღაც აქვს სანადირო წასვლას. უი, კატლეტი. ხო, კატლეტი გამოტანე. კატლეტს გამოტან, აუცილებლად მოკლავ დათვს. ეგ როგორ? როგორ და ლაშას წილს გაუნაწილებ დათვს და ლაშა გამწარებული გაიგდება და მიახშობს. ხოჭახ მამა, ხოჭახ, აი კლასიკური მიროტაძეული იუმორი გამოგივიდა. ეკა. დამო ხოჭერთან ერთად სანადიროს. არა. არ მიყვარს მამა ნადირობა, არ მიყვარს და რანაირი ქართველი ვარ და ჩვეულებრივი. თან 1000 საქმე მაქვს ხო ისი არა? ეხლა აი მარინა რო სასოწარკვეთილი დაბრუნდება მართვის გამოსდებიდან ხო უნდა დავამშვიდო მე. არაფერი სასოწარკვეთილი არ დაუბრუნდები. აი გავალ და ჩავაბარებ. ნახავთ თუ არა. მიროტაძეების ჯინაზე მაინც. აიმე, მარინა, შენ თუ მართვის მოწობა მოგცეს, აუცილებლად უჩერებ იმ სამსახურს ავარიის პროვოცირებისთვის. დამცინეთ თქვენ. და იცით რა კარგად ვისწავლე თეორიაც და პრაქტიკაც. ერთადერთი საკითხის სწავლა ვერ მოვასწარე. და ისეთი ბედი მაქვს, რომ ზუსტად ის საკითხი შემხვდება. და თუ ზუსტად იცი რომ ეგ შეგხვდება, მარტო ეგ ერთი გესწავლა და. ხოჭახ. იცინეთ თქვენ და მე რომ მოვალ მართვის მოწმობით და გია ნანადირების გარეშე, აი მე ვინ ვის დასცინებს ნახავთ. მარინა, ისეთი დონტო გჯერა, ეხლა შენი ნათქვამის. როდის იყო მე ნანადირების გარეშე დაბრუნებული ვარ? როდის და სულ? ერთადერთხელ ჩამოიყვანე მკვდარი ციყვი. ისე ციყვისგან ფიტული როგორ ვერ გავაკეთე რა, ჰა? ეკა, წამოდი რა. ურაველში მივდივართ რა. ბუნებას ნახავ, გაერთოდი, ჰა? კარგი რა მამა რა, კარგი რა. ურაველში ზაგინდა. სხვაგან არ უნდა წასულიყავი? კი, მაგრამ ჩემი თანამშრომელი რომ არის, გიორგი. ხო. აი ეს ლამაზი თვალები და მახინჯი ფეხები რომ აქვს. იმან გვითხრა რომ იქ ტახი იციშო და. მოიცა, იმას ლამაზი თვალები აქვს? ხო. რას ლაპარაკობ? ისეთი მახინჯი ფეხები აქვს, სახეზე არ შემიხედა. იმე გია, ლევანმა დარეგა და მეოთხარ სანადიროს მედის თქო. რაო ვერე, შენმაზმა. რაო და ასე თუ გიჭირდათ, გეთქვათო და გამოგიგზავნიდით ხორცო. გასაცილოა. მოიმე, აი კლასიკური სულაბერიძეების მდარე იუმორი. მამა, გინდა მაგაზე მაგარი რაღაც გითხრა? მირე. შენ მანქანას მოუფიქრე ახალი სახელი. პარკინგის მგელი. არა მამა, აი მაინც გეტყობა რომ სულაბერიძის სისხლი გაქვს რა, გარეული მაინც გეტყობა. მანე რომელი საათი არ დამაგვიანებთ, გამოცდაზე მივდივარ. მარინა, კიდე ერთი კაი შემომოგცე? აბა მიდი. აი მართვის მოწობას თუ მოგცემ? ხო. კარგი, ხო. რომ მოგცემ? და შენ ძალიან ცუდად რომ წამოხვალ იქიდან, აი, ცუდად უშტო, ნელა. და ძალიან ბევრი ადამიანს რომ გააღიზიანებ ამით და რომ დაგეწევიან და ფანჯერას რომ ჩამოწევენ, ხო? აი მე რაც არ უნდა გითხრან და რაც არ უნდა გაჩვენო, შენ ყურადღება არ მიაქცევ. იუმორი. აი ეს არის. არ ახარ ღირსი, მაგრამ ყველაფერი მზად არის და ჩაიტანე ახლა ძირს. ხო. იმე რა მძიმე შანთა რა აფერს ახლა რა არის. აბა, დაშვებით? აი, მარინა საჭმელი ჩამენა გაავს, რაღაც შანთა რა. ისი მეზარება ამის treba და ვიფიქრე, მოდი დაავტოვებ მეთქე. რას დატოვებ? კი, რას დატოვებ? რას ლაპარაკობ შენ? რას ვიწო დატოვებ არა იქ? მომეტრი. ნანადირებს როგორ იყოფთ? როგორ და? ხორცი გიას. იმ ხორცისგან მარინამ წვადებს თუ შეწევს მე. და ტყავი პატ. წავედი ხელა, ჰა? გია, იცოდე, ნაკლებად ქოლესტერინიანი ცხოველი მოკარით. ნაკლებად ძვირია მანქანას დაატრი. წავედი დედა, გამოუსვი და მეც გავიქცევი. კიდე წამოყვე? არა? კარგი. აი მარტო როცა ვრჩები, მაინდა-მაინც მაშინ ჭედავს რა ეს ინტერნეტი რა.
რამდენი გირჩიყლია კაცო, სულ ყოლად რამდენი გირჩიყლია. დავისუნოთ. დავლაგეთ და მე გავეწყოთ ნამდვილობა. გირჩები. ხო და მიდი მე ეცი და ჭამეთ, მაინც ყოლა ყრიეს გირჩები. რა კაცი ნორმალური არა. ვატა, მომისმინე? შემეხლა. ია, ცნობისთვის რა, როიცოდე, წვრილი საფანტიც ამაკ წამოღებო, თუ წყლა რა არის გაწნები, გაგეხურე რა იყო. და ის გერა ბამბანდერკა წამოიღე თუ რა არის? ბამბანდერკა, იცი ათოფია, შეხება. ახე ათოფია. ცოტა ხანში ფერმერები დავეწყებათ, თუნდაც პირველი მე მოკალიო. რასტაფა. ხო და ერთი ისე გთხოვს რომ მოდი მოგწმინდო. რომელი იყო? რომელი იყო? კარგი დათმაგე. ჰა, დავიწყეთ ხა ნადირობა, დავიწყეთ, რაღაც უყურებ. იცი ნადირობა? რას ქვია ნადირობა? ნადირობა ვიცი კი არა, ნადირის კვალის პოვნაც კი ვიცი. მართლა? აბარა, აი უყურე, აჰა, აი ტაგს გამოულია აქ. ხო, მე რა გაჩერებულა აქ წამოწოვდილა. მე რა ამდგარა აქედან და წამოსულა აი აქ. გადმოსულა, უი, შინაური ღორი ყოფილა უკაცრავ. მომეცრე, ჟაკანი მომეცრე, ჟაკანი მომეცრე ამას ეთე. მოიცა კაცო, ხო, მეყოფა ეხლა, აბა. მოგლეთ ასე. ლაშა შენ ძადი აი ამ ხეებთან იქ დაიმალე? ხო. აბა, შენ აი აქ მოდი. აი ამ კუნძის უკან დაიმალე და აქ იყავ ჩასაფრებული. მე იქით წავალ, აი ამ ხეების უკან მე ვიქნები. კარგი. ხო და გიორგი და ბიჭები აქეთ გამორეკავენ ნადეს და იქეთ რაღაცა წამოვიდეს და ვესრობ და იქ იქნება. კი, ვერ გავიგე, შენ აქ სანადირო წამოვიყო თუ დამალობანა სათამაშო. რა, ჩაიმალე, გაიგე იმას ქენი. ვიყოთ აქ სამი ერთად გამოვიდეს რაღაცა ვესრობ მოკლათ, რა ხჭის ვერ გავიგე. მოიცა პატა, შენ მარტო დარჩენის ხორგეში. რა მეშინია, ლაშა, თოფი მაქვს, რა მეშინია, რას ლაპარაკ. არა, ხო. ხილად უკან ხავსი. გადარი ხავსი. გადაცინე ძო. წავედი. დამედი ხარ ლაშა, დადე ეგ თოფი ტყუილად მეგაკ მაინც არ დაგჭირდება. რატო ვითომ, რატო და სასახლეში თითი არ შეგეტევა და ეხა რა ეგ თოფი უნდა. თუ რაღაცა შეხვდა კიდე გიჩი ესროლე და ეგ არის. ხო. ხილად უკან ჯოხია. სადარი არ მეცი. ლაშა რა გიდა ვერ ანდერებს ვერ გავიგე. ხო, თავდები გზომეში და კი ამას ყურადები. ხო. ის ვერე გასვიდი. ყველანი აქ ერთად ავარ, ყველა თოფები გვაქვს. ნუ რამის ნუ შეგეშინდება, გაიგე? აქ დავშე? ხო, აქ იყავი შენ და თუ რაღაცა გამოივლის, ესროლებ. ოღონდ ჩუმად იყავი. კარგი. ხო, ჩუმად იყავი. კარგი, რა უნდა გიქო ისი. მაინც კივილის ხმა გაიგე, დროზე მოდი, ხო? ხო, დროზე მოდი, ხო, შეგეშინებ. და გია ის ტუალეტი სად არის? ტუალეტი? აი ბილიქს ხედავ? ხო, მე? აი ბილიქს რომ გაუღვევი, ხო? მარჯვენა მხარეს დიდი ხეებია. იმის უკან ჰიპერმარკეტია და იქ არის ტუალეტი. ფასიანი ხო არ არის? რა ფასიანი პირველად ხარ დღეში ბიჭო? სადაც მოგიდება იქ არის ტუალეტი. რა არის ქართული ხარ? გამოგივი. ეს ჩუმად იყავი, არის ხმაურო. თორემ ნადის დააფრთხობ, გაიგე? ნადის დააფრთხობ, არის ხმაურო? აბა, რა გამოდის ახლა რო ვიხმაურო, ნადის დააფრთხობ? ძალიან კარგი. ორუდილა რანინა დელია ორუდილა დელასა დელია ჩუმად იყავი, ჩუმად. გია. არ არის ეს ნორმალური. კარგი სოსო დაგირეკავ მერე. კარგი. ელენე, ვის ელაპარაკებოდი? სოსოს. სოსოს? თეკლა მომეცი. კარგი ხო, კარგი ილიას ველაპარაკებოდი. აბა თეკლა რო იგებთ რომ ილიას ველაპარაკების თუ დამცინით ხოლმე ილია. აუ, ძალიან სუქანი ვარ, რა სხვა ადგილი უნდა მოუნახო. ნიკა, რა საკეთებ? რა ვიცი, ორშაბათს თუდად რომ არ გავხდე, ყოველ შემთხვევისთვის. რატო არ წერს ეს ბიჭი რა ჭირს მე? გამარჯობა. უკაცრავად, ჩემთან ინტერნეტი გაიჩნდა. შეიძლება თქვენი ინტერნეტით რო ისარგებლო?
კი ბექა დაჭიკი რაში რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს ისარგებ. ბექა იცი რა მაინტერესებს? ლაშა მითხრა არ დამირეკო რაღაც უცნაური ზარი მიყენია. შეიძლება პაატას ჩიტივე გქონდა და მესროლოსა და გიასთან ხო არ გილაპარაკია რამე მოინადირეს? ველაპარაკე და მითხრა ლაშას ძინავს და ისე ხრინავსო რომ პაატას ეშინია და კივისო. მე ამ კივილზე თურმე ლაშა იღვიძებს და ისვრის უმისამართად გაიჭებული. რა ვიცი რა უნდა მოინადირონ ახლა მაგათ. ერთი სულ მოქვს ლაშებიძე როდის მოვა? ნიკა რა გინდა მოგიყვანოს? სნიკერსი. რა უნდა ნიკა ტყეში სნიკერს? ტყეში არა, მაგრამ ჩვენს ქვევით ხო არის მაღაზია. ხო და გამოიეროს და მივიდა. მე გავახსენე რაღაც აუცილებელი სარეცხი მაქვს, გავრეცხავ და მოვალ. აიმე მომწერა. აიმე რა მივწერო? თეკლა. გინდა ძალიან მაგარი რაღაც გითხრა. კი. მომათხოვე და ვითამაშე. ვა, რა მაგარი რაღაც მომწერა. უკაცრავად. დაშვები. ისეც არაფერს ხო იცი რა თავხედივა. რა უცნაური რაღაც მომწერა. ნახე ნიკა. ისეთი არაფერია, ეტყობა მეზობელს აინტერესებდა რაღაც. ხო იცი მეზობელი ხანდახან რა თავხედებიანია. ხო, მოკლედ ეხლა ხო ამან უცნაური რაღაც მომწერა. მე ძალიან მაგარ რაღაცას მივწერ და უეჭველი სიცილით მოკვდება. მიდი. რა არის ეს? აი, სიცილიანი სმაილიკები გამომიგზანა, ხო გითხარი? ხო, მოკვდა სიცილით. ხა ნადირი რა ვიცი აქ არ მოვა წესი და აქ მოვა ბასაწავა აქ მოვა ხო ვიცი ჩემი ბედია ბასაწავა შა აქ არ მოხვიდეთ არავით თორე დაგხოსავთ უყოლა წავიდეთ რა სუქანია დიდხანს გეყოფათ ეგ შეჭამთ მოიცე პატარა რაღაც ხმაურის ხმა რაღაც ხმაურის მოიცე არ უნდა მეჭამა ეს პროტე რა რა იაუ რასა რა გიგა გული გამიხო გაჩუმდი მე კაცო რო გეულებია გაჩუმდი არ მოვა ნადირი გია ჰო არ არის ეს ნორმალური არა გავიგე ჰო ბაშა ისი ჟაკანი დამიტოვე კიდე ერთი ცალი მომეციგა რა გინდა კაცო ამდენი ჟაკანი გამაგერა რა თმინდა და რომ დავხარჯო ესენი ხომი დამჭირდება ერთი ცალი ახლა სიყვი რომ მოვიძე და შეჭმა რომ დამიწყოს ამას ეგრევე ჩავდე და დუფ აბა ტანჯოს არ ჯობია გია იცის რომ არა ვარ ნორმალური უყვერი ხარ ხო არა ხო ამ პრინციპში იყვირე ნადეს მაინც დააფრთხო ფიდი გია ხო არ არის ეს ნორმალური არ გემეთქი გეუბნე დებილი ხარა პაპა რა თოფიკი მე წამოიღე აძვარი ხეზე იჯექი წყნარად რა თოფი არა ის გია ო მოკალი რამე კი რა მოკალი ხმარ ვარ იყო დავარჩე გია აწავიდა კაცო გია რაიღო ბატა რა გული გამიხი კაცო რა რა იყო და რა ნუ დაჯელი გინო ფამტყეში კაცო ნადერი უნდა აფთო თუ რა გინო ვერ გავიგე მოდი რატო დამედა რა გინდა იქი და რაღაცა ხმა ისმის გაიგე და ყურადღებით ვიყოთ მე მგონი დათვია აბა ჩუმად მოусმო რა დათვი ბიჭო რა დათვი მოეცა რა ლაშა ჩავს ვაფს და იმის ხმა ისმის ამოგივიდა კაი წავედი მე და ჩუმად იყავიცოდე ნადელი არ და ხო ჩუმ ლაშა ო ეს მართლა ვერ არის ხო ო გეუბნები
ვიცი, მაგრამ რაში გამოვიყენო არ ვიცი. ვერც თეკლას დავაშანტაჟებ და ვერც ბექას. ამათ ხო ვერაფერში ვერ გამოიყენებ. ანაირი ადამიანები არის. ბექა, ვინმეს ეჩეთავები? კი, შენ? მეც. ხო და სერიოზულად თუ აშტერებ ვინმეს? არა, ვაშტერებ. შენ? ხო, მე უკვე დავაშტერე. რაჭა. აუ, ნეტა ესეთი შტერი გოგო არ იყოს. მაგარი გოგო რა. ბექა, გინდა გითხრა როგორი გოგოა? ხო. საშუალო სიმაღლის ხუჭუ, ჭაცის ფეთვალება. მოიცა რა, პატარა ხარ და არიც და ყველაფერში ცხვირს ნუყოფ. პატარა რომ და ყველაფერში ცხვირს რომ ყოფ, მაგიტო ვიცი. ესე იგი, ყურადღებით მომისმენთ. ელენე სად არის? აბაზანაში რაღაც მნიშვნელოვანი სარაცხოთ რა. ელენე. ხო, კარგი, სოსო დაგირეკა უნდა. სოსო მომიკითხა. ესე იგი დღეს თბილისში გაიმართება ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი ის. აუ რა ქვია, სიტყვა დამავიწყდა ის. გამოფენა? ხო. ძალიან მაგარი გამოფენა გაყიდვა. ხო და უნდა წამოხვიდეთ. და კარგი გამოფენა იქნება? არა. ჩემი მეგობრის გამოფენა გაყიდვა არის და ხალხი არ მიდის და მთხოვა ვინც უსაქმურია წამოიყვანეო. მე გამახსენდა ის აუცილებელი სარეცხი უნდა დავამთავრო. მეც ვერ წამოვა მუშაობ, ხო ხედავ. კარგით რა, ხო იცით რომ ვერ ვიტან ტყუილებს. არ ვიცი რას ვიძამ, უნდა წამოხვიდეთ. უკაცრავად მე დაქტოვებთ. ეს ბიჭი ვინ არის? სოფი გაიცანი, ბექა ჩვენი მეზობელი. მე სოფი მქვია შენ? საცხოვრო. სოფი, ხო გითხარი ჩვენი მეზობელია თქო? ისა ბექა, ნუ მიაქცევ ყურადღებას ორ ინფორმაციას ერთად ვერ იმახსოვრებს. მეზობელი ანუ ახლობლები ხართ? ხო, სოფი, გიას შვილია. გიას შვილი, ხო და გია ვინ არის? მარინას მეუღლე. მარინას მეუღლე, ხო და მარინა ვინ არის? უკაცრავად, პატა ხო გახსოვ სადაც ცხოვრობდა? კი. აი, იქ ცხოვრობ ახლა მე. დიდი მადლობა ნახვამდის. კარგი. სოფი, პატა ხო იცი ვინც არის? კი, ბურჭულაძე. თეკლა. რაღაც კარგი ბიჭია რა? კარგი სოფი, რა სისულელია გაგიჟდი, პატარა თან ახლობლის შვილია თან ეს ბიჭი მომწონს. რა გადაწყვეტეთ, წამოხვალთ თუ არა? რაიმე სოფი მე ვერ წამოვალ, ეხლა გამახსენდა ქუთაისში მივდივარ ღამე. არა უშავს, გამოფენა 8 საათზეა და მე მოაწყებ ქუთაისში წასვლას. უნდა გეთქვა ქუთაისში ვარო და ვერ მიხვდებოდი. სოფი, მეც ვერ წამოვალ, მამა ჩემი არ გამომიშვებს, ხო იცი ამ გამოფენებზე რა სიბინძურეებიც ხდება და აი ვერ წამოვალ. აუ კაი, სთხოვე რა თეკლა. ხო, კარგი, წავიდეთ თეკლა, ხა მეგობარია და შეპირდა წავიდეთ. ხო, კარგი, 10 საათზე მანდ ვართ. არა, 10 გვიანია, 8 საათზე იწყება გამოფენა. ყოჩხ სოფი, მე როგორი შტერიც მეგონა ეგეთი არ ყოფილხარ. ისე რომ დააპირებთ წასვლას მეც მითხარით არ დამტოვოთ. გამოფენა არის ძამასპის შვილის 420-ში და მაგ-ქუჩას ვერასდროს ვერ ვაგნებ. ესე ვერაფერი კი ვერ მოყოლეთ, მაგრამ ის ყვავი ძალიან მაგრად შევაშინეთ რა. ნასლაპარაკო, გიო, პავე შეაშინე კი არა? ამან ბუჩქებში ისე ბრაცა ამის მე გავიკეთე წრიგი. რა იყო, ეთყობა ფეხებზე შემცივდა და ეს? ბადა, რა იყო, რაღაცნაირად ლაპარაკ, რა იყო, რა გჭირს? ნაი ლაშამის მომცა რაღაცა ეს ხის კევიო თუ ნაჯის კევიო ეს. დაგეჭირდა კბილები. ებო რაღაცნაირად ეს კბილები მიმეწება ერთმანეთზე და აჰა. სლივს არ გავხსენე. აბა ეხლა ტყეში ცხოველი არ იყო გიად, რაღაც ხო უნდა მეკეთები. მეც ისე მოვიწყე, ისე მომიდა მე რაღაცის მოხდა, რომ აი ტყიდან, აი პატარატანის კაცი რო გამოვარდნილიყო, ვესწროდი უნდა. ატეკი მერე შენს და ისე ისრულე ჰაერში. ჰაერში რა უნდა მოკლა? რა ვიცი, 1000 ბაქტერია და ერთ ორს მაინც მოკლა. რაღაცას მაინც აი ინკულს მაინც ვესწრობ. მიდი ესრულე. აბა. აგია. შეხედე, რამხელა კუნცა აცვილა, შეხედე, რამხელა კუნცა აცვილა. აკნა, რა ჩემი ბრალე, გარბოდა და რა მექნა. ძალიან სწრაფი კუნძი იყო, ხო.
ვიცი, ეხლა სახში რომ მასხათ აგვიგდები. დაგწინები. 3 მონადირე წახვედი და ვერაფერი ვერ მოგალისო. არა, 3 მონადირე არა, 2 მონადირე და ერთი კარგად რო ვერ არის ის. მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. წავიდეთ ბაზარში. ვიყიდოთ ყურდღელი. ვესვრი მე თოფს და მე მივიყვანოთ სახში ვითომ ჩვენი ნანადირებია, ჰა? შენი მიზნის ამავე რომ ვიცი, იმასაც აღაცილებ და გაგვექცევა. მოიცადე. ვიყიდოთ დაკლული, ყურდღელი. ხო. და მე საფანტები ჩვენ თითის ეს შევტენოთ რა აქეთი. არა, არ გამო. რა საფანტი უნდა შეტენოთ, გია, კარგი რა ეხლა რა. ისე მე თუ გადაგარჩენ და მე თუ გიშველით რა. რა ვქარათ იცი? რაღაცა მოვიფიქრე. მოკლედ, ავდგე და დავკრიფოთ სოკო. ხო, სოკო დავკრიფოთ, ჩავიტანოთ სახში. და მე როგორ ტყვიანის რა არის, უთხრათ რომ რო შევედი ტყეში, იმდენი სოკო დაგხვდაო, რომ ნადირობას უნდა გვავიწყდაო, აბა. ვა, მართლა ყოჩახ პატა, ყოჩახ, აი, ხედავ ის ხის ფისი რო შეჭამე, რო დაღეჭე, ხო? გადეხსნა ტვინი. არ გინდა კიდე დაღეჭე. სლავა ლაპარაკი დავიწყე გამანე. სოკო კარგი ხომ არა ეხლა. სოკოს თრობა იცით? როგორ არ ვიცი, გია, სლავა სოფელში სოკოს ცნობელას მეძახდნენ, რას კი არის. ხო, აი, უყურე, აი. აი ეს არის გველის სოკო. ხო. ერე კიდე იქნება. აი, ერთი ვიტო, ეს არის ვაშლა სოკო. რა ვაშლა სოკო? შეგე დამპალი ვაშლა გადაგე. ფუ, მართლა დამპალი ვაშლა. როგორ გავს ამ ვაშლა სოკოს რა არის? შეიძლება ესეთი მსგავსება. კარგი, მაშინ ახლა ავდგეთ და მივხედოთ, მოვძებნოთ სოკო, მოვძებნოთ, ხო? აი, მოვძებნოთ. აი გია. შეხედე, აი ეს არის მანჭყვალა სოკო. რა იცი რომ მანჭყვალა სოკოა? შეხედე როგორ დამანჭყლულია, შეხედე? გია, რაღაც მაკითხო, შენ გამოსული მონადირი ხარ და რაღაც გეცოდინება რა. აი ეს სოკოს რა ნომერი საფანტ უნდა ვესროლო? ახლა გამასტარი აქედან თორე მე გეცვი საფანტს იცოდი. აი, გაჩვენა, მართალია, ლაშა, კიდე მაგას ახლა ერთი ადგილი. ჭიამოესავით დაუწინს გლო, ჰა? არა, ესე გია. ძალიან მაგარი ნახევრად ავტომატური ბამბანერკა გაქვს რა. ლაშა, ჭუენად ვიწოდე. აუ, კარგი, აი. ჭიამოეს. ხო, ჭიამოეს ვარიანტი გასაგები. კი ბატონო, ნახე, რამდენი ხის სოკო მოვიტანე? რა ხის სოკო, კაცო, ხის ქერქია ეგ. მართლა მეც რა ძნელად ზურება მეთქი კი გამიკვირდა მაგრამ რა შეხედე სულ გაუტიტულებია ის ხე შეხედე რა შეხედე აი ეს ნორმალ მოდი ახლა მოდი მოვკრიფოთ სოკო და რო დავკრიფოთ მე არაფერი არ დავტოვოთ არ დავანაგვიანოთ ახლა დავანაგვიანოთ და უნდა დაანაგვიანო კი რას ლაპარაკობ ლაშას ისე შევდრო პარკებიანად ჭამა საჭმელი ვით მცხარი როგორ გააკეთეთ? ახლა მესმის ლაშასი. აი მე გოგოებო ნუ მაქებთ რა. მე ელენე ნუნუს ფულს ხალ შემოგიტან, კარგი? კარგი. ახოთ იგი პრიშლი. ასე ადრე არ გელოდებოდით. რა ქენი? რა და მოხოთ იცოდე არ დამცინო და არც ვერ დაგცინებ მართვის მოწმობ რომ რა იღე. ავიღე. რა? მაშინ მეთოდას არ დაგცინე. მართლა იღე? მართვის მოწმობა? გილოცავ მარინა, გილოცავ. მადლობა ლაშა. აიღო, დაბრუნდა ის დრო როცა ფულით ყიდულობდი მართვის მოწმობას? კი, არ გწვენია, არ უნდა მომილოცო. გილოცავ საფარველზე აი ეს გასადეცხი. ფორმაც საჩუქრად მოირთმევია. ჩვენს ნანადირებს გაჩუქებ. აბა. ისა, თავრამარენ ეს მეცგილოცავთ ეს მართვის მოწმობა აიღე და მე არაფერი არ მაქვს საჩუქარი ხო და გული რო არ დაგწყვეტ დღეს თქვენთან დავჭერ. ახსენეთ და ნახეთ რა მოგიტანეთ. რა არის ეს? ტახი დავიჭირე ისა მოვკალით ჯერ მე დავიჭირეთ რა კუდახეს და გავატყავეთ მე ეს კუდარი ტახი და სოკოს ფორმება დავჭერით და წამოვიდეთ. ამ სოკოს გულისთვის წახვედით ამ ხელა ხალხი ამ ხელა გზაზე? ყოჩა რა იცი რა ცოტა ხანში გამოფენაზე მივდივართ თქვენ სხვათა შორის სოფი მკითხვა ძალიან ხო და წავიღოთ ერთი სოკო იქ გამოვფინოთ რომ ხალხმა ნახოს რა მოიტანა სამმა კბილებამდე შეიარაღებულმა მონადირემ 200 კილომეტრის სიშორით
ცოტა ან შეუნახოთ და მე ფიტული გააკეთონ და კედელზე დაიქცეთ. იცინეთ თქვენ, იცინეთ ხო? ამათ ადვილი გონიათ ეს სოკოს კრება რა. არ შეუდგეთ კაცო საქმე ეს. რა საქმე შეუდგეთ? კარგი ლაშა დავადგამ ახლა. მიყვარს ეს თან. ლაშა, მოვხარშო თუ ხო, მოხარ. შეწვა? ხო. შილა ხო არ გავაკეთო? ხო. წვრიანი ხო არ ჯობია? ხო. ვეზელი? ხო. რა გჭირს რა დებილი ხარ? დებილი შენახა. აი რაც მალე იქნება ის გაგვიკეთე რა. ჯიგარი ხარ კი არა. მე როგორ ვერ აბა მოყევით თქვენ ნადირობის ამბები. მოგლეთ დღეში ვართ. უღრან დღეში შევედით. მართაზე გასასვლელები ვზივართ. ველოდებით ნადირს, კაპაციცებით. ზივარ ახლა ზივარ ესა და უცებ ბუჩქებში რაღაცა პაჩი ისმის. ვა, გავიხედო, ხედავ ორი თვალი. ცოტა შემეშინდა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე. ნუ მივეპარე ესე თოფი მოვიმარჯვე უნდა ვესროლო და უცებ მესმის პატას ხმა გია ქაღალდი ხომ არ წამოგვიღია. კარგი ეხლა რა იყო რა მოსაყოლი იყო რა არის ვერ გავიგე. ის რატო არ მოყევი თქვენ რაც მოგივიდა? ეს ხო არ გამზადა საქმე. მოდი დავждეთ ახლა სანამ საგვიქრო ბალანტე რა არის. ეხლა წყალი გინდა? წყალი მიეცით რა. წყალი? რა გინდა ვერ გავიგე გადმოაფურთხე თუ არ მოგწონს რა გინდა რა შევჭამ. კიდე გადმომიღეთ ხო კაცო კიდე გადმომიღეთ. რომელი საათი ყოფილა? წავედით უკვე არ დაგვაგვიანდეს გამოფენაზე. ჩემი მანქანით წაგიყვანთ. მე მარინასთან ჩარჯდებას მიჩვენია მანქანას თოკით გამომავა და ისე მათრიო. ეგრე უფრო მეტი შანსი მექნება გადარჩენის. დაგასაკვირს მე უკან ვждები. აი, მადლობა პაატა. უკანა მანქანა ვიგულისხმები. წავედით ჩვენ ჩავჭდებით მარინას მანქანაში, წავედით. აი, ლაშა ჯდება ჩემ მანქანაში. აი ჯდება კაცო, კიდე გადმომიგეთო. რა საკრა უნდა? ალო. პოროხ. ეხლა ისეთი რაღაც უნდა გითხრა, შეიძლება გაგიჟდე. ჩემთან სახში იცი რა ვიპოვე? აი, გახსოვს იმ დღეს ინტერნეტში რო სოკო მანახე. ხო, აი რაღაც magic mushroom თუ რა. ხო, ჰალუცინოგენი. არ ვიცი, მე რა ვიცი, საიდან მოხვდა, არ ვიცი. რაღაცნაირად ავარდა. თქვენ როგორ ახართ? რაღაცნაირად. სუბუქად. წერტილ მძიმე. ერთი სიტყვით, ეს არის ჩემი მეგობრის გამოფენა და ძალიან გამიხარდა რომ წამოხვედით ყველანი. ხო. ვაუ, ოპა, რა მაგარი მელოდია. რა მაგარია. ალო? არა მარინა არ ვარ, სოფი ვარ. ბექა შენ ხარ? რა სოკო? არა მე არ მიჭამია. ვაიმე. რა იცი რომ ჰალუცინაციებს იწვევს? რა ვქნა? 1 საათი და გაუვლით? ხო კარგი მივხედავ. აი, მადლობა გენეცვალე მაქვს მე მადლობა. რა ვქნათ ხალხო, არ წავიდეთ ამ გამოფენაზე, რამდენდე უნდა ვიდგეთ? ლაშა, გამოფენაზე ვართ უკვე. ასე არ ჯობია? ელენე როგორ ხარ? მე ძალიან ცუდად.
ძალიან კარგად. ვინიცინის. ეხლა გაჩუმდა. ვინიცინის სოფი. გაჩუმდა. არ მიაქციო მაგას ხურადღება დაათვარი ელენა ხატები. ბაშა რა საკეთებ? რა საკეთებ ლაშა? ძალიან წყურია წყალი და აი ამ ბავშვს ვეხვეწები დამალევინებით აი. აი ამ ბავშვს რა აი ბოთლს რო გავს ამ ბავშვს ვეხვეწები რომ ამ დოქიდან წყალი და არ მასნებს. არ მავს რა თაობა მოდის. დამალევინეთ. ცოტა. Sorry. მომისმინე ჩვენ ხო 6-ნი ვართ ახლა. ჩვენ ხო 6-ნი ხო ვართ. მე რომელი ვარ აქედან დროზე მითხარ. რომელი ვარ? არ ვიცი ვარ. ვაი მე დავიტანჯე აღარ შემიძლია ღმერთო დავიტანჯე გეხვეწები მიშველი. ღმერთო გეხვეწები მიშველი ღმერთო მიშველი დავიტანჯე ღმერთო. 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 ბოდიში უგასო. მარინა და გია ხომ არ გინახავს? მე რას მეკითხები, მე რა ვიცი, მე ნახატი ვარ და გავიყიდო, წადი აქედან, წადი აქედან, მე რას მეკითხები, წადი აქედან. ხო არ იცი, რა მიხარია? ვაშლი საიდან ისოვე ვაშლი? აი მოღოცია ნახატზე და კიდის. წავალ არ გამასვლა. მოღოცი. მოღოცი. ვა. ატა. შენა. ატა. აი ესე აკეთებ შენ. შია. მე გავედი. ხო. აბა ჰე. არა, შენ ვერ მიხდი, მე ხა გალაქტიკიდან გავდივარ და ცოტა შენ მოგვიანდა. ხო, ჰე. სოფი რა სილამაზეა, გადავირი, ასეთი სილამაზე ჩემს ცოცხლში არ მე. მე ქალბატონ მარინა, ეს სახანძრო სტენდი იყო. ვაიმე, ეს რა სილამაზეა. სოფი რა ღირს? 8 ლარი. 8 ლარი, ვაიმე 8 ლარი, რა ძვირია. გია, ვიყიდოთ რა. ხო, ვიყიდო და გავგზავნოთ ლევანს. მარინა, ლევანი რატო აღარ ჩამოდის ხოლმე ჩვენთან რა არის? ჩამოვიდეს ხოლმე, დაგხვედოს, გნახოს, მენატრება ბოლოს და ბოლოს. მაგაზე ახლობელი მივყავ. ხო. თეკლა როგორ ხარ? ჩვეულებრივად როგორ უნდა ვიყო? ანუ შენი სტოკო არ გიჭამია? ჩვეულებრივად როგორ უნდა ვიყო? თეკლა არ გესმის რას გელაპარაკები? ჩვეულებრივად როგორ უნდა ვიყო? კარგი ილია რა ქუთაისში 2 წუთის წინ არ გნახე? ელენე, ილიას ელაპარაკე? არა, ნიკას. აი მე ელენე მიშველე რა, ესეთი შეგრძნება მაქვს რომ მელოტი ვარ. თეკლა მართლა ხარ? ლაშა. ნახატი იყიდე? არა კაცო, მშია და ხაჭაპური ვიყიდე. მაგრამ ცხელია და ვერ ჭამჯერ. სოფი. ნუის მე დავიღალე რა ჩაახე შოქი დავიზინოთ ეხა დავწერე. არა, დავიღალე ჩაახე შოქი დავიღალე. მარინას და გიას მოვიყვან და მე წავიდეთ. უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს. გამარჯობა პაატა. გამარჯობა ლერი. ლერი არა, შენს პაატა უნდა მითხრა, დროზე. კარგით პაატა. პაატა გისმე. ერთი კითხვა მაქვს. ტუალეტი სად არის ხო არის? აი სამ მეც მაქვს ერთი შეკითხვა. ტუალეტი რა არის? უკაცრავად აი ეს დაგჭათ და ხილად არ დაგეწოთ. სასტოს მაგარი რაღაც გაგიჩითიათ და მეც მითხარით რა.
აი, სასტომად რაღაც გაჩიტეთ ეთყო. მეც მითხარით რა. რა? აი, ისა რა. 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 რა უნდა და იმ ბიჭს? რა. არ ვიცი მე თქვენ გეკითხებოდა ალბათ. რა. არ ვიცი. ვიღაცა ბიჭი იყო და რაღაცა კითხათ რაო. ცა. ეკა, როგორ ხარ მამა? თუ სალომე ხარ? ой, კალბატონი ნუ ნაბატია. ლეპტოპთან რომ დაგენახეთ უცებ პაატა მეგონა და. ბექა ვარ, მამა, ბექა. რა გჭირს? მე? გარგათო გადასარევად? სოფიმ გითხრათ სოკოებზე? ხო, ეს სოკო. ნუ გესინია, ნუ გაგვიგულის მაგრამ მე ფაქტიურად თუ გამიარა რა. ყველაფერი კარგად. ნუ დედასადა? დედა ბოლოს ლიფჩი იყო და ღილაკებს ელაპარაკებოდა. ოდესაც რო შემო არაფერი არ შეემჩნიო, ხო? რა უნდა შევიმჩნიო? რა და კაცო, იქ გამოფენის მერე ხო, წამოვედით მარინას მანქანით წამოვედით, მარინამ წამოგვიყვანა რა, ხო ხტები არა? მესმის რომ ძალიან ცუდი საქციელია. ის სოკო არ უნდა გვეჭამა, მაგრამ ძალად ხომ არ გვეჭამია ეს სოკო. არა, მოხდა ეს, რა ვქნათ ახლა? მე? რაღა მერე კაცო, ჯერ დედა შენი საპირისპირო მხარეს გადავიდა. მე ვარაზის ხევზე ეს ჩამოვიდა. მე საერთოდ გადმოვიდა მანქანიდან და ესე აწვებოდა მანქანას კაცო. მე პატრული მოვიდა და მართვის მოწვევა ჩამოართვა რა. მართლა? ხო და კარგი, რო შემოვა, არაფერი არ ვთქვა, ხო? კარგი? და დავიღალე, წამოწვევი. შენ მანამდე ვიდი გიას დაუძახე. გია, მამა, აბა კარგად ვარო? კაცო, მე კარგად ვარ, მაგრამ დედა შენი მარტო გიას დაძახებას რეაგირებს. გია! არ გასვა შედარება, უკეთესად ვარ. ეხლა მე წამოვგორდები, დავეშერებ და ყველაფერი დავივლის. ეს კარგია, ამას აქ დავკიდებ. ეს რა არის, რას გავს, რამ გვაყიდის? კარგი. ადი სახში ამოვალ და მოგხედავ მერე. ხო, კარგი. ის პატარა ნახატი საწავლიდა. ხო, რა არის, რა ხდება? ლაშა, ისა ლაპარაკებოდი. პაატას ველაპარაკებოდი და მეკითხებოდა, ცურვა ვიციო? რაო? რა ვიცი, მე მეტროში ვარო და ცურვა ვიციო? მე რა, მე უთხარი ადი შენთან სახში ამოვალ და მოგხედავ მეთქი. ლაშა. ხო. გონი ძალიან ცუდი რამე დაგვემართა. რა? გონი ნუნუსთვის შეგროვებული ფული რო ქონდა ოპერაციისთვის. ხო. იმ ფულით ეს ნახატები ვიყიდეთ. რა?